გაგვაძლიეროს და მინდა რომ ვისაუბროთ ახლო აღმოსავლეთზე, იმიტომ რომ იქ მოხდა ისეთი საინტერესო მოვლენები, თვალსაჩინო რომ ბაჰრეინის ბაზიდან 1500 ჯარისკაცის ევაკუაცია მოახდინა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, თქვათ საბრძოლო თვითმფრინავები ჩამოაგდო ირანმა, რაღაც 48 საათი რომ ამოიწურება ტრამპი კვდება ჯოჯოხეთს და საინტერესოა ეს რა ჯოჯოხეთია და ეს ეკო როგორ აისახება სამხრეთ კავკასიაზე. ბუნებრივია, მაგრამ სანამ ამ საკითხებს შევეხებოდეთ, ელექტროენერგიის ტარიფმა მოიმატა და სოციალური საკითხები ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენი საზოგადოებისთვის, თუმცა ხაშილომი არაპოპულარული რამ თქვა, მაგრამ ეს ტარიფის მატება მოსალოდნელია და ეს მუდმივად ეს იმაშიც კი არის ჩადებული ტარიფის მატება აი ამ საერთაშორისო პროექტებში მილსადენები რო გადის ჩვენს ტერიტორიაზე რაღაცა დროის შემდეგ როგორ იმატებს ჩვენთვის თქვა ტარიფი და როგორ მცირდება უფასო და შეღავათიანი ენერგომატარებლების მიღების ტენდენცია ეს იმ ხელშეკრულებაშიც კიდევ სამდენად ეს მოსალოდნელი იყო როგორც ვთქვით თქვენ საინტერესო მონაცემები გაქვთ და თუ შეიძლება რომ ამაზე ვისაუბროთ არის თუ არის შესაძლებელი ამის თავიდან აცილება და რაღაც ამ პროცესის ოდნავ დამუხრუჭება და აქვე ბარემ იმასაც ვიტყვი და მე რაღაც შეგაწყვეტინებთ უკვე როცა თქვენ ამას ახსნით რომ მახსოვს პირველად არა ერთ-ერთ ჯერზე როდესაც თელასმა მოამატა ტარიფი იქ ჩაიდო ტარიფში ინვესტიცია რომელიც განახორციელა თელასმა წესით როგორც სპეციალისტებმა მე მაშინ ამიხსნეს როცა ინვესტიცია განხორციელდებოდა ეს კიდე სხვა თემა ხა ჩემ ხარჯზე რომ ინვესტიციას ახორციელებ მაგრამ როცა განხორციელდებოდა იმავე დოზით უნდა დაკლებულიყო ტარიფი ნუ ეს რა თქმა უნდა არ მოხდა და ამჯერადაც ინვესტიციის კომპონენტი თუ აცდები არის ჩადებული ანუ მე ვაფინანსებ ჩემსავე ენერგომოწოდებას და შემდეგ ეს რჩება ტარიფში მაშინაც როცა ამოიღებს ამ თანხას დაუშვათ ან რაღა ეს ინვესტიცია თუ ასე ჩემ ტყავზე ამოიღო ყველაფერი დიახ გამარჯობათ მოგესალმებით კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა რომ რაღაც იშვიათი შესაძლებლობა ინტერვიუს ფორმატი ჩემთვის და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ რომ ამ კითხვით დაიწყეთ იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო პოლიტიკა მაგრამ ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი რაც ახლა აწუხებს საქართველოს მოსახლეობას თავშივე მინდა ვთქვა რომ მეგობრებო ხალხო მსმენელებო ეს საკითხი არის იმდენად კომპლექსური საკითხი რომ მე შემიძლია შემოგთავაზოთ ძალიან მარტივი ფორმულა როგორიც არის რაღაცა ტიპის სადღეგრძელო სახით რომ გვძარცვავენ გვატყავებენ ასე შემდეგ და ეს ყველამ ვიცით რომ ასე არის და უბრალოდ მე სახელმწიფო ყველგან ძარცვებს და ატყავებს იცი რა გააჩნია მაგრამ ეს არის ხა სისტემურად რო გავიაზროთ იმიტომ რომ რატო არის სისტემურად გააზრება მნიშვნელოვანი იმიტომ არის სისტემურად გააზრება მნიშვნელოვანი რომ წინააღმდეგობის ენერგია არ ჩავხარჯოთ უაზრობაში როგორც მაგალითად აქამდე იყო რომ აი მაგალითად ბანკებზე რო ლაპარაკობდი ხო აყვებოდა რაღაცა ოპოზიციის ნაწილი მაგრამ ის ოპოზიცია მე ხალხს ატყუებდა იმაში რომ პრობლემა არის კონკურენციაში ხა ძალიან ხშირად ახლა ვიცით რომ ბანკებზე რამდენს ლაპარაკობ და დეტალურად ხსნი ხო და მე უცბად 4 წელის თავზე აღმოაჩინა ხალხმა რომ თურმე კონკურენციაში კი არ არის პრობლემა და რეგულაციებში არამედ რეგულაციების ნაკლებობაშია პრობლემა და ახში მეც ვაწყდებოდი ამიტომ ხა მოდი ხა გავიაზროთ კარგად აი დასაწყისში კარგად რასთან გვაქვს საერთოდ პრობლემა ტარიფებზე ლაპარაკობთ ტარიფების ელექტროენერგიის ტარიფებს დაკავშირებით და ეს დაგვეხმარება ხალხო იმაში რომ იცოდეთ რომ ნებისმიერ არხზე პროსახელისუფლებაზე თუ პროოპოზიციურზე თუ ასე შემდეგ რომ ჩართავდა რომ დაიწყება წყლის ნახვა იცოდეთ რომ არის წყლის ნახვა დავიწყებთ მთლიანად სისტემურად პრობლემის ახსნას და მე გავალთ ამ ურთულესი მდგომარეობიდან რა შეიძლება იყოს გამოსავალი, ხო? თქვენ სწორად აღნიშნეთ შესავალში, რომ საქართველოს კანონმდებლობა თავიდან ბოლომდე მორგებული არის დიდი ბიზნესისა და დიდი კორპორაციების ინტერესებს. ეს არის ჩვენ ვართ ნეოლიბერალური სახელმწიფო, რომელიც დაცულია კონსტიტუციით საქართველოში ნეოლიბერალური ეკონომიკური დღისწესრიგი. პრობლემის თავი და თავი გახლავთ ის, რომ სემექში რაც წარადგინეს ენერგოპროჯერ თავშივე ვთქვათ, ენერგოპრო ჯორჯია არის ჩეხური კომპანია. თელასი კი ჯერ კიდევ ვარდების რევოლუციამდე სექტემბერში გაიყიდა ამერიკულმა AES-მა გაყიდა რუსულ ინტერრაოზე და მას შემდეგ წილის გაზრდა აწარმოა. სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ 2020 წელს არც ქართული ოცნების ხელისუფლებას დაუკლია გაყიდვა და თელასში შენარჩუნებული იყო 75%-იანი სახელმწიფო წილი. რაც შეიძლებოდა გამოყენებული ყოფილიყო თქვა ტარიფების დასარეგულირებლად და ასე შემდეგ. მაგრამ 2020 წელს თანაინვესტირების ფონდმა გაყიდა 25%-იანი წილი ბიზნესმენ ხვიჩა მაკაცარიაზე. ის გახლავთ 25%-იანი წილის მფლობელი თელასის. ეხლა ნახეთ სად არის პრობლემის თავი. მოკლედ საქართველოს კანონმდებლობა მაგრამ ეს მაინც არ არის რუსეთთან ასოცირებული არის?
სახელმწიფო თვითონ ეს ბიზნესმენი არ ვიცი რაღაც სტატიები შემხვდა რომ კი ალბათ მაგრამ მაინც კერძო ახლა დაწყებულია პროცესი ინტერაოს 65% წილის შესყიდვაც უნდა და ანუ კერძოპირ შეუძლიეს მოლაპარაკებებს აწარმოებს რომ 100%-იანი წილის მფლობელი გახდეს ინტერრაოსი. ახლა გავაგზავნებთ თუ შეიძლება 5 წუთი დამჭირდება რომ კარგად ხალხს ავუხსნა რაში არის საქმე. მოკლედ მეგობრებო, ესე იგი როგორც ნინომ აღნიშნა დასაწყისში ქალბატონმა ნინომ დიახ საქართველოს კანონმდებლობა მორგებული ასეთ რაღაცებს. ანუ პროცედურულად რაც მოხდა ტარიფის ზრდა მოხდა კანონის დაცვით. პრობლემა არის კანონში, პრობლემა არის კონსტიტუციაში, პრობლემა არის უმოქმედო ხელისუფლებაში. ეხლა ნახეთ რა ხდება. ანუ შემდეგი 5 წლიან სატარიფო გეგმას აწესებს სემეკი. და რის მიხედვით აწესებს სემეკი ამ ტარიფებს. ანუ კომპანიები ამ შემთხვევაში ენერგოპრო ჯორჯია და თელასი წარადგენენ დოკუმენტებს, რომ შემდეგ წელს რა ინვესტირება უნდა გააკეთონ ინფრასტრუქტურაში და რამდენად იზრდება მოხმარების ზრდას აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ ფიზიკის კანონების მიხედვით ქსელში არის დანაკარგი, ავტომატური დანაკარგი. ხო, შესაბამისად ტარიფი თუ იზრდება, ანუ ელექტროენერგიას ვისგანაც ყიდულობენ, იმისგან კარგის ღირებულებას იზრდება. და ინფრასტრუქტურა სჭირდება ამას. წილობრივად შევისწავლე დოკუმენტები, წილობრივად ეს არის 50%, დაახლოებით 50-50 არის ინფრასტრუქტურული და დანაკარგების ზრდა. მაგრამ ნახეთ პრობლემის სათავე სად არის, კანონიერად მოხდა, მაგრამ კანონშია პრობლემა. ესე იგი, ენერგოპრო ჯორჯიას და თელასაც უფიქსირდებათ რეკორდული მოგების მაჩვენებლები. სახელმწიფოსაც ალბათ არა, რადგან არის იმ 50% წილის მფლობელი თელასის. არ არის სახელმწიფო 2020-დან აღარ არის გაყიდა. და ანუ მაქაც არის ეს. ხვიჩა მაქაც არის თელას ინტერრაოსი რუსეთის სახელმწიფო კომპანია და ენერგოპრო ჯორჯი არის 100% ჩეხური კერძო კომპანია. ენერგოპროს უფიქსირდება 417 მილიონი ლარის მოგება ერთ წელს და სუფთა მოგება ყველა ხარჯის შემდეგ. თელას უფიქსირდება 105 მილიონი ლარის მოგება. მაგრამ საქართველოს კანონმდებლობა ისე არის მოწყობილი, რომ სემექს არ აქვს უფლება რომ ჩაუთვალოს წინა წლების მოგება კაპიტალში, რომლის რეინვესტირებას უნდა გააკეთოს მომავალში. ყველა წინა წელს მიღებული მოგება, ეს არის მფლობელის კერძო საკუთრება, ის იმას არანაირი კითხვის ნიშანი არ დაესმის და ასე შემდეგ. შესაბამისად, ეს გინდა გაზრდილი ელექტროენერგიის ტარიფი და გინდა ინფრასტრუქტურაში დანახარჯები მთლიანად სემეკი აკეთებს ამის გადმოტანას ტარიფზე. სხვათა შორის დოკუმენტებში რომ შევისწავლე კორექტირება მოუხდინეს იმას, რა ქვია, ენერგოპრო ჯორჯიასაც და თელასაც უფრო მეტს ითხოვდნენ ინვესტირებას, სადაც გატარებული იყო ფილიალის დირექტორების, გენერალური დირექტორების, საბჭოს და კოლოსალური ხელფასები იყო გატარებული იმ ხარჯში, რომელიც ჩვენ კიდე დამატებითი მით უნდა გაგვეტარებინა, ხო? ესე ახსნება კლინიკებშიც. კი. ეხლა ნახეთ, ეხლა მინდა რომ ხალხს აი ამას ხსნი კარგად, იმიტომ რომ მინდა რომ ხალხს ესმოდეს, რომ წყლის ნაყვარო დაიწყება ტელევიზიებიდან, რომ კანონის შესვლა მოვითხოვოთ. კანონების და კონსტიტუციის შესვლაზეც კი არის საუბარი და ეხლა მივალთ აქამდე. ესე იგი, კანონით, ესე იგი, კერძო კომპანიას აქვს ყველანაირი უფლება, რომ ნებისმიერი ინვესტირება რაც უნდა გააკეთოს მომავალში, რომ ეს გადაიტანოს ტარიფზე, ანუ მომხმარებელზე, თავიდან ბოლომდე. ეხლა ერთადერთი გამოსავალი ასეთ დროს რა გექნებოდა სახელმწიფოს ესეთი რაღაცა, რომ ადგე და მაგალითად გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, სხვა ქვეყნებში გაუკეთებიათ რა ესეთი რაღაცები, რომ თქვათ შენ აი უკვე სემეკმა რის საფუძველზეც მიიღო გადაწყვეტილება მაგას ხო ვერ ცვლი, მაგრამ რადგან გაიზარდა ტარიფი, ეხლა საიდან გას უნდა მოხდეს ამ გაზრდილი ტარიფის გადახდა, ხო? ან უნდა მოხდეს მე და თქვენ ვიხდით ამ ზედმეტ და ხალხი ჯიბიდან, ან სახელმწიფო, მაგრამ სახელმწიფო ბიუჯეტიც რა არის, ხო ჩვენი ფული არის, ხო, ანუ რაღაცას უნდა მოაკლო ის გზას, ჯანდაცვას, რაღაცა გეგონება, ეხლა ხო დიდი დანახარჯები აქვს მაგაში, მაგრამ რაც არის, ხო, კი, ბიუჯეტი რაღაცას ხმარდება, სკოლებს, ბაღებს. ეს სოციალურ ბევრი აქვს, ხო? ასე შემდეგ, ხო? ნახეთ, ეს რო ესე არ მოხდეს, მარტივად რო თქვა რა, ანუ ბიუჯეტიდან წავა თუ ქვითრიდან წავა ხალხის ფული. ხალხი ეს რო ესე არ მოხდეს, სახელმწიფოს რჩებოდა
დარჩებოდა ის გამოსავალი, რომ ეგრეთ წოდებული windroll tax-ი დააწესოს ზემოგების გადასახადი იმ კომპანიებს, რომლებიც მაგალითად ენერგეტიკულ კომპანიებს, ხო? ანუ თქვათ მაგალითად შემოიტანოს დამატებითი მოგების გადასახადი თელასისთვის და ენერგოპროსთვის, ბიუჯეტიდან დაასუბსიდიროს, მაგრამ რეალურად ის სუბსიდირება აღმოფხრას დამატებითი მოგების გადასახადიდან. მაგრამ აი ამიტომ ხსნი რა ხალხო ესე დეტალურად, იმიტომ რომ ვიცი რომ წყლის ნახვა დაიწყება ტელევიზიებიდან და წინასწარ იცოდეთ რაში არის საქმე. მაგრამ საქართველოს კონსტიტუციაში დაცული არის ლიბერტი აქტი. აი რატომ იზრდება ხო გადასახადები დენის, ბენზინის, ინტერნეტის, ტელეფონის და ასე შემდეგ. იმიტომ რომ საქართველოს კონსტიტუციაში პირადად მიხეილ სააკაშვილმა და სოსო ხაკაძე უკრავდა ტაშს იქ პარლამენტში. ყველას უკრავს. ხო, უკრავდა ტაშს კონსტიტუციაში ჩაწერა ლიბერტი აქტის ცნობილი სახელით ცნობილი კონსტიტუციური ჩანაწერი, რომელიც კრძალავს დამატებითი მოგების გადასახადის დაწესებას. ანუ მე და თქვენ პატარა შპს-ანი ინდმეწარმე რო ვიხდით მოგების გადასახადს რაღაცა პროცენტ, 15%-ს, იგივეს იხდიან დიდი კორპორაციები და კონსტიტუციით არის აკრძალული ამ გადასახადის გაზრდა. რეფერენდუმის რეფერენდუმი უნდა ჩაატარო, რომ ეს შეცვალო, ოღონდ მუხლის შეცვლა უნდა მოითხოვო და არა გადასახადის დაწესება. რეფერენდუმი რომ ჩაატარო, მე ეს რეფერენდუმი უნდა გაიტანო პარლამენტში, რომ კონსტიტუციიდან ეს მუხლი ამოიტანო, მაგრამ საქართველოს დღევანდელ პარლამენტში ოპოზიციის ბოიკოტის გამო არ არსებობს კონსტიტუციური როლება, სულ ყველა მართლა ხელს უწევდეს მაგის ამოღებას. ხო თქვა აიძულა რომ აი რეფერენდუმი ჩატარდა და ხალხი. ასევე რადგან ვახსენე რომ მიხეილ სააკაშვილის დროს არის ეს ლიბერტი აქტი მიღებული, თქო აუცილებლად უნდა იცოდეთ რომ იგივე ქართული ოცნების მიერ არის ეს მიღებული. იმიტომ რომ 2016 წელს სხვადასხვა დროს ქონდა ქართულ ოცნებას საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში, იყო რაღაც საკონსტიტუციო გახსოვთ, საკონსტიტუციო ცვლილებების ტალღა რო შემოიტანეს ისა ხო? მაშინ დააყენეს რამდენჯერმე არაერთმა ადამიანმა ლიბერტი აქტის ამოღების საკითხი კონსტიტუციიდან, მაგრამ ქართული ოცნება, ეკა გიგაური, რადიო თავისუფლება ყველანი იყვნენ ერთ მხარეს და იბრძოდნენ იმაზე, რომ არ იყოს ამოღებული ლიბერტი აქტი საქართველოს კონსტიტუციიდან, იმიტომ რომ ლიბერტი აქტით ხეირობს სოსო ხაკაძეც, ამერიკული ბანკების, ჩეხური ენერგოპროს, რუსული ინტერრაოდს და ასე შემდეგ, ანუ ძალიანად ზოგადად კაპიტალი. BlackRock-მაც კი შეისყიდა აქციები, ჩვენი ბანკები. შესაბამისად ეს არის ან კონსტიტუციით არის დაცული, რომ ახალი მოგების გადასახადს დიდ კორპორაციებს ვერ გაუზრდი, მაგრამ იგივე კონსტიტუციით ხსნილია, რომ ხალხს გაუხსნა გაუძვირო გადასახადები. ეხლა რაც მინდათ უკვე შევამჩნიე სპეციალურად, რომ ესე იგი ერთი ვიდეო გავაკეთე ამაზე მხოლოდ და ველოდებოდი მთავრობის რეაქციას ამ ტარიფებთან დაკავშირებით და ის ზუსტად ინტუიცია მიგრძნობდა რა თემას დაუკავშირებდნენ ამას. რომ ესე იგი ტარიფის ზრდაში 50% რო უკავია გაზრდილი ელექტროენერგიის ტარიფს, რომ აი უკვე ნარმანიაც და პირდაპირ კობახიძეც გამოვიდა დაიწყეს წუწუნი იმაზე, რომ საქართველოს არ აქვს საკმარისი ელექტროენერგია, რა ვქნათ, საიდან მოვიტანოთ, აი ტარიფი გაძვირდა, ასე შემდეგ. ეხლა ცალსახად უნდა ითქვას რამხელა აფიორასთან გვაქვს საქმე, რომ ამას დაუკავშირებენ ეხლა ნამახვან ჰესის საკითხს, რომ აი ჩვენ რო აგვეშენებინა, ეხლა ეს თუ შეიძლება დავასრულებ, აი აზრი შევკრა ბოლომდე, რომ რთული საკითხია და ჩათვალეთ ამაზე დღეები, თვეები იქნება ლაპარაკი ტელევიზიებში. ამას დაუკავშირებენ ნამახვანის საკითხს. არანაირ კავშირში არ არის ეს ნამახვან ჰესთან და პირველ რიგში ხა არის კავშირში რასთან? დავიწყოთ პრობლემის სათავე. პირველ რიგში არის ის, რომ ქართულმა ოცნებამ, ნაციონალურმა მოძრაობამ დაყიდეს ყველა დიდი და საშუალო ზომის ჰესი, რომელიც არის კერძო საკუთრებაში. ეს ერთი. მეორე, ამ საშუალო ზომის ჰესებში აბსოლუტური უმრავლესობა და დიდი ჰესებშიც მათ შორის არის ისევ ენერგოპროს და ისევ თელასის საკუთრებაში, ანუ საკუთარი თავისგან ყიდულობენ ელექტროენერგიას იმ ტარიფად, რა ტარიფადაც იმ ჰოლდინგის წევრი ისინი ჰესები აწესებენ. აქ უკვე საქართველოს ბანკებში ხდება ის სქემა რა? კი, იგივე სქემა არის, ჰოლდინგური სქემით მუშაობენ. ანუ აქ გამორიცხვა, ანუ აქ შეუძლია რომ შეგვიძლია მთავრობას მოთხოვოთ, რომ რატო არ აამუშავე ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა, ან რატო არ ამუშავებ ახლა, ან რატო არ იღებ ახლა, რომ ამან დისტრიბუტორმა ენერგოპრომ თელასმა საკუთარივე ჰესიდან ნაყიდი არ გამოძოს ტყავი. ხო, ზუსტად აი ეს რაღაცა მახინაცია არ ჩაატაროს. მეორე
ამ ტემპის მოხმარებით, ამ ტემპის მოხმარებით, რა ტემპით დღეს ჩვენ ელექტროენერგიას ვიხმართ, რომ გვაჯერებენ, რომ არ იქა ეხა ნამახვან ჰესი თუ არა გვაქვს, ამიტომ გეგონება ეხა რაღაცა მთელი ინდუსტრიული პოლიტიკა აქვს რა ჩაწიკწიკებული და არ იქა კიდე ბევრი ჰესი უნდა ავაშენოთ, თორე რაზე შევაერთოთ ეს ამდენი ქარხნები, აღარ ვიცით. ისე მართლა რაზე შევაერთოთ? სად არის ქარხნები მართლა? არა, რომ იყოს. ჯერ იყოს და მე ვილაპარაკო და მაგაზე ცალკე ის უნდა რა საერთოდ მომავლის ენერგია მაგრამ ესეც ის არის ხო რაღაცა რა თქმა უნდა უბრალოდ ეგ საერთოდ ცალკე თემა არის რომ ალტერნატივა მაგრამ ნახეთ რაში არის საქმე მაგალითად როცა გველაპარაკებიან ნამახვან ჰესს რა სიმძლავრის გამომუშავება შეუძლია გაცილებით ნაკლები ჯდება ენგურ ჰესის რეაბილიტაცია იმისთვის რომ მიიღო უფრო მეტი სიმძლავრე ვიდრე ნამახვან ჰესი მოგცემდა. ეხლა მე აქ თქვენ ვერ გეკამათებით იმიტომ რომ მე არ ვიცი ენერგეტიკის იმ პროცესში ვიყავი ჩართული და ასე თუმცა მე ვფიქრობ რომ სპეციალურად რისკმა მინდა ნახეთ სპეციალურად არაკეთებენ ენგურ ჰესის რეაბილიტაციას იმისთვის რომ ენგურ ჰესი არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჰესი რომელიც სოციალური ტარიფებით შემოდის ბაზარზე რის გამოც ნარჩუნდება ტარიფი. ესენი სპეციალურად ჩვენ ხო ძალიან კარგად ვიცით როგორი ოლიგოპოლია საქართველოში მთავრობასთან გარიგებული ოლიგოპოლია გინდა საბანკო სფეროში, გინდა ენერგეტიკის სფეროში, გინდა ენერგეტიკის დისტრიბუციის სფეროში და რა თქმა უნდა ამ დიდ თელას, ჩეხურ თელას და რუსულ ინტერაოს და შემდეგ ამათ საერთოდ არ აწყობთ ენგურ ჰესის რეაბილიტაცია. ერთი გვირაბი არის წყლის დანაკარგი არის ძალიან დიდი და ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან ერთად კრედიტს იღებენ რაღაცა თუ სწორად მახსოვს 300 მილიონ ლარზეა ლაპარაკი მეძე კი არა რომელიც საქართველოს ბიუჯეტში დევს მიხდი და რაღაცა წლებში გაწერილი რაღაცა საკრედიტო პროგრამა იმისთვის რომ დამატებით ხო და მაგას რეაბილიტაცია უნდა რა არის ხა იმაში შეუშერა რა არის მაგას შეუძლებელი ანუ ჰესი უნდა ავაშენო ქუთაისის თავზეო 9 მეტრიანი კაშხალით და იმას გვირაბი ვერ გამიკეთებ ჰესები უნდა ავაშენო გვირაბიც უნდა გავაკეთოთ ჰესებიც უნდა ავაშენო თუ ააშენებ უნდა ააშენო ჯერ ერთი არის მაგალითად ბოლო წლებში აი ინტერნეტის სადენი და ასე შემდეგ ხო აბსოლუტური უმრავლესობა ბოლოს მცირე და საშუალო ზომის ჰესები რაც არის აშენებული საქართველოს არის ისევ კერძო ანუ ისევ არასდროს არაფერი არ შეიცვლება მე ნამაყვა ხეზე ყველაზე მაინტერესებდა ის თუ მე ანუ მე როგორც მომხმარე ხო თუ შეიძლება აი ცოტა დამჩა ხო არა გვექნება ჩვენ საათნახევარი გვაქვს დრო ანუ კიდე გვაქვს 10 წუთია და რეკლამაც არ გაგაწყვეტინებს ანუ მე ის კი არ მადარდებს ნაკლებად მადარდებდა აი ეკოლოგია შეისწავლე მე რამდენად გამიმჯობესებდა მდგომარეობას ქართულ პროდუქციას თვითღირებულებას რამდენად გაუიაფებდა, იმიტომ რომ შემოვიდოდა სოციალური ტარიფით აი ეს ჰესები. ანუ მე ამ ჰესი არ იყო საქართველოს იყო ნორვეგიული. მე ამიტომ ამდენად ვუჭერ მხარს ჰესებს, იმიტომ რომ მან გააუმჯობესოს ჩემი როგორც საქართველოს მოქალაქის, ჩემი როგორც ქართველი მეწარმის მდგომარეობა. რაღაცაში ხო უნდა დამონახოს სახელმწიფო რომ მაგისთვის მუშაობ. ენგურ ჰესს აქვს გაფუჭებული გვირაბი, ხო? ამას რომ მიზანმიმართულად არაკეთებ იმის გამო, რომ სწორედ აი ესეთი ტარიფები იყოს, სწორედ ხალხის ზარცვა მიმდინარეობდეს, ხო? მე უნდა დაგიჯერო შენ, რომ შენ რაღაცა ჰესებს აშენებ იმისთვის, რომ ტარიფი გაიაფო, არ აშენებ მაგისთვის. შენ გინდა ბიუჯეტის ფულით, აი ხო ბოლოს დააბრეხვეს რაღაცა 1 წლის წინ, რომ სახელმწიფო საკუთრებაში იქნებაო, მაშინო ნამახვან ჰესიო და ეგრე ავაშენებთო რა. სახელმწიფო საკუთრებაში და ბიუჯეტის ფულით არის აშენებული მაგალითად ქარის ელექტროსადგურები გორთან. მესამე დღესვე პრივატიზაცია გაუკეთეს. ჩემი ბიუჯეტით აშენებული არა ისე უნდა იყოს სახელმწიფო მააშენოს და უფლება აღარ კონდეს მე ხო და რაღაცაში ხო უნდა ჩანდეს რომ ასეთი სახელმწიფოა ხო ენგურ ჰესს არ უკეთებ დღეს რომელიც სრულ მთელი ქვეყნის მომარაგებას იმიტომ რომ ეს არ აწყობს არც თელას არც ენერგოპროექტს ნახევარზე მეც იძლევა ისე ხო ენგური ანუ საერთოდ იმპორტ ჩაიხსნებოდი ენგურ ჰესს რეაბილიტაცია გაუკეთე მაგრამ ეს მიზანმიმართულად არ კეთება იმიტომ რომ ოლიგოპოლი არის ენერგოპროექტი აფხაზების ამბავიც არის იქ მაშინაც კი 40% რომ მივცემთ კი ჩვენ მხარეს კი რა თქმა უნდა ამ წილობრივ პროპორციაზეა საუბარი და ეს არ აწყობთ ამას რო არაკეთე ხა მივალ გამოსავალი აი ხალხო ხო გაიგეთ კარგად რომ როგორი რთული ჩახუჭუჭებული კონსტიტუციურ საკანონმდებლო დონეზე თავზე დამატებული და რამდენი ხნის წინანდელი ჩაბეტონებული ხო რაზეც ის არის ხო ხა გამოსავალთან უნდა მივიდეთ ხო გამოსავალი მე მაგალითად ხა ნახეთ ორ რაღაცას გავაერთიანებდი ერთმანეთში გამოსავლის იმაზე რა და თან სიტყვაზე რომ გამოვიჭიროთ მთავრობა რა ესე იგი კონსტიტუცია და კანონმდებლობა გვიქმნის რაღაცნაირ შეფერხებას აი ამ წამს რო უშველოთ ამ ტარიფს
გამოსავალი რეალურად ტექნიკურად რჩება საბიუჯეტო სუბსიდირება, რომელიც ახლა დაახლოებით, ანუ ამ მასშტაბით, რა მასშტაბითაც გაიზარდა, საუბარი არის წელიწადში 450 მილიონი ლარის სუბსიდირებაზე აი ამ 5 თეთრიან ტარიფზე. ამიტომ მოსახლეობისთვის მიუხედავად შემოსავლისა, თუ რაღაც აი მთლიანად ეს ტარიფი, რასაც ეხება, რის დაფარვასაც, რა ხარჯების დაფარვასაც ეხება, ეს არის 450 მილიონი ლარის სუბსიდირება უნდა მოხდეს მაშინ ბიუჯეტიდან ამის დასაფარად, ხო? ეხლა აი ამ შექმნილი რთული სიტუაციიდან უნდა ვიპოვოთ ისეთი გამოსავალი, რომ თან ხელისუფლებას გამოვიჭიროთ ისეთ რაღაცაში, რაც მას ნათქვამი აქვს, ხო? ფაქტი არის, რომ ტარიფების ზრდა მარტო სამომხმარებლო ან ბინის ქვითარზე არ იზრდება, იზრდება ბიზნესის გადასახადიც, ხო? ანუ ჰაერში მოკვდა მთელი ეს სურსათის გაიაფების პერსპექტივა და ასე შემდეგ. ან ახლა ირანში ომიც ხო ამას ეს ანუ ჰაერში ამ ტარიფმა მოკლა, ამ ტარიფმა გაანადგურა ეს. ან ჩათვალეთ, რომ აი წყლის ნახვა უკვე საერთოდ მაგაზე აბა ისედაც ხო არაფერი გაიაფებულა ჯერ და პირიქით ზრდებოდა ხო? ამიტომ მოდი ვიპოვოთ ესეთი გამოსავალი, რომელიც ორ ეროვნული მნიშვნელობის საკითხს გააერთიანებდა ერთმანეთში. ერთი რომ ესე იგი როგორ უშველოთ ტარიფსა, საიდან მოვიტანოთ ეს 450 მილიონი ლარი. შეგახსენებთ რომ ცოტა ხნის წინ საქართველოს პრემიერმა მერე კი დაიხია უკან რა მაგრამ გავააქტიუროთ ეს თემა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაანონსა საქართველოს სახელმწიფო განვითარების ბანკის დაარსება. მე კითხვა რომ ეს კლასიკური ბანკი არ იქნებაო და ასე შემდეგ. ხო და მოდი მაშინ ხელისუფლება მიცი რა გააკეთოს? გამოაცხადოს 450 მილიონ ლარიანი სუბსიდირება ამ ტარიფის, მაგრამ იქვე გვერდზე გამოაცხადოს იმ დღესვე საქართველოს სახელმწიფო საჯარო ბანკის დაარსების შესახებ, რომლის სრული მინიმალური მარჟით მოგება შემოვიდეს მონოპოლისტად გადახდის სისტემებში, იმეებში, ამებში და რატო ჩვენ რაღაცა ფულს რო ვიხდით და მიდის ნიუ-იორკში, ლონდონში და ასე შემდეგ, აი თუნდაც რაღაცა სამომხმარებლო, აი ხო ხდები გადახდის სისტემები, ასე გამოაცხადოს სახელმწიფომ ამაზე მონოპოლია. რატო უნდა იყოს ვინმე სხვა, ხო? ამას აქედან მიღებული შემოსავლით შეუძლია დაასუბსიდიროს დენის ტარიფი. ჩვენ კი ხალხი მივიღებდით გაუზრდელ ელექტროენერგიის ტარიფსაც და იმასაც რისთვისაც ყველა ამდენი ხანია ვიბრძვით სახელმწიფო საჯარო ბანკები. ამ ორი მოთხოვნის ერთად გაერთიანებით ჩვენ ხელისუფლებასაც კუთხეში გამოვიწყდეთ მაკროეკონომიკურ დონეზე ენერგეტიკულ საკითხშიც და არა რატომ მოვიმწყდეთ გამოსავალს მივცემ და დაგვეხმარება. თავაზობ, ხო უბრალოდ ეხა მე ვერცეთ იმაში ვერ ხედავ რა ქვია ხელისუფლების რაღაცა გადადგმული ხო არ არის ჩვენი მიზანი არის რომ გამოსავალი მიზანი რომ იყოს მარტო ხელისუფლების გაშვება, ვიტყოდი რომ მონსტრების აძაგლები ხალხის მძარცველებაში. ხო, ანუ დავალაგე ეხა ეს საკითხი ისე, რომ გინდა ოპოზიციური, გინდა სახელმწიფო ტელევიზიიდან წყლის ნაყვარო ჩაირთვება და მე 3 წელი დაგჭირდებათ ხალხო იმის აღმოსაჩენად, რომ იმ კანონში ასე წერია და კონსტიტუციაში აგერ 5 წუთში დაგილაგეთ თავი და ბოლომდე რაში არის საქმე, რომ წყალი არ განაყენო. ერთადერთი გამოსავალი ამ სიტუაციაში რჩება სუბსიდირება, მაგრამ კითხვა არის სუბსიდირება რის ხარჯზე. და მოდი ეს რის ხარჯზე ამას შეუერთოთ სახელმწიფო საჯარო ბანკების იდეა, რომელიც ორ კურდღელს დავიჭერთ ერთად. ჩვენც და ხელისუფლებას თუ რამე კარგი, ანუ ასეთი ტიპის პროტესტს და მოთხოვნას ძალიან გაუჭირდება ხელისუფლებას დაუპირისპირდეს ამას. თან გარდა ამისა, ეს მინდოდა ამ თემაზე მეტყვა და ეხლა მათ კიდე ერთი მომენტი არის, ეხლა ჩვენ შევეხეთ ეს ენერგეტიკა, საბანკო სფერო, ეს არის ჩვენ კორპორაციული ინტერესი, ეს გადაჯაჭვული ერთმანეთზე, ეს არ არის საკუთრივ ქართული ან აქ მოფიქრებული რაღაც. ეს ყველაფერი არის ნატკი ბატონო, გარდან ანუ ისინი არიან საკუთრივ ძლიერები, ხო, ეს კორპორაციები და იმისთვის რომ მათ ეს არ მოეწონებათ ეს რომ დაუპირისპირდე, აუცილებელი არის შენი მოსახლეობის და ხალხის მხარდაჭერა და როცა ამას აუხსნი და შენ მხარეს იქნება იმის არ იყოს მეორე ფრონტის გახსნისა, ხო უნდა თქვა რა საფრთხეა, იმიტომ რომ ეს შენ გაძლევს ფარს, დასაყრდენს. თორე ის კორპორაციები ხო მოერევიან, ჩვენ ხო ვიცით მოერევიან საქართველოს მთავრობასაც. არა, ვერ მოერევი, რატო? კინა ფასონი თუ შეძლო ამათ. თუ ხალხის მხარდაჭერა არ იქნება. აი ხალხის მხარდაჭერაზე მიდვა. ამიტომ აუცილებელია ინფორმირება, იმიტომ რომ ეს სარისკო ნაბიჯი მე მესმის რომ სარისკოა, მაგრამ თუ მოსახლეობის ხალხის მხარდაჭერა იქნება, მაშინ შესაძლებელია ამის განხორციელება.
ამას კიდე ინფორმაციო არ რა ჭირდება. თქმა უნდა, შენ როცა გინდა მეორე ფრონტის გახსნაზე, გინდა უკრაინის თემაზე რა, ანუ ასე ზოგადად რო დავარქვათ. გინდა ოჯახური ღირებულებების თემაზე. ამ ორზე ხო გააკეთე მოსახლე ხელისუფლება როცა ხარ რა, მოსახლეობის ნაწილის კონსოლიდაცია და მხარდაჭერა ხო? ისე უნდა ომი კი ბატონო. არა, შეიძლება ომი არ უნდა, უბრალოდ არ ჯერა ამისი, ამ ნარატი ხარ მე ვერ წარმომიდგენია რომ არსებობს თუნდაც რავი 0 ნუ ამბობენ მინდა, მაგრამ ვერაცნობიერებენ. არა, ვიღაცა ხა ის სხვა არ არის. ლექტორია ხა ილიონი. ეს 1-2 სხვა რაღაცა მე მომბობ ხალხზე პროცენტულად ეგ არის ისა ხო იმას რაღაც პროცენტია რომელიც მაგასა შენ თუ აი მე მაგალითად სუ იმ დროიდან მოყოლებული მაგას ვამბობდი რა რომ აი ჩემი პროტესტი იყო ეგ რომ მე ანუ არც ამ NGO-ს მხრობოდი გამჭვირვალობის კანონის მომხრეც ვიყავი იმ მისი რა ქვია ოჯახური ღირებულებების ასე მათ შორის დასავლეთთანაც ცოტა ანტიკოლონიალისტური მიდგომის ჩამოყალიბების ეს ქვეყანაში მაგრამ იქვე სულ ვამბობდი რომ შენ თუ ხელისუფლება ამ სუვერენული პოლიტიკის დისკურსში ჩადებ სუვერენული ეკონომიკის საკითხსაც ეს იქნება შესაძლებელი ორმაგად გაზრდი მხარდაჭერასაც იმასაც ვისაც კი ეზიზღები სულხარ აი ხო საქართველოს პიროვნულ დონეზე რო არის დაყვანილი მიშას დორბლი კობახიძის პუწი და აი ხო ამის მიღმაც კი შენ იმ ხალხის მობილიზაციასაც კი შეძლებ ვინც საერთოდ ჩემ პირადად ეზიზღები იმიტომ რომ გაიგებს ეს ხალხი გაიგო ამ ხალხმა რომ საქართველოს არის ფინანსურ ეკონომიკური კოლონიზაციის უბრალოდ აქ ვაწყდებით იმ პრობლემას, რაც არ იცის ქართული ოცნების ამორჩევლის დიდმა ნაწილმა ყოველთვის ან ამაზე თვალს ხუჭავს, რომ ქართული ოცნება თავად არის ის კოლონიური რეჟიმი საქართველოში. სხვა ვერც მოვიდოდა. ის თავად არის იმ კოლონიური რეჟიმის ნაწილი, რომელიც წარმოშობს ამ ფინანსურ ეკონომიკურ რეალობას და ის უბრალოდ იბრძვის საკუთარი ძალაუფლებისთვის და არა რეალური დეკოლონიზაციისთვის. თუმცა ხა როგორც დასაწყისში ვთქვი, ის რაღაცა ნაბიჯები გინდა ამ უკრაინის თემასთან დაკავშირებით, გინდა რაღაც ცოტა ევროკავშირთან. გასაგებია რომ რაღაცა ზღვაში წვეთი დეკოლონიალიზმის არის. არა, ზღვაში წვეთი არ არის, ეხლა მე პირველად შემოვიდა კი ბატონო, საქართველოში ეს დისკურსი თან ხელისუფლების პირიდან და არა რაღაც 2%-იანი ოპოზიციიდან. კი ბატონო, მაგაში გეთანხმებით, ორი აზრი არის, მაგრამ მოვიდა დრო, რომ გადავახოთ. დინის ტარიფი არის უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელიც როგორც ახლა ავხსენი ძალიან კარგად, იმდენად მრავალშრიანი პრობლემაა, რომ ეს საკუთარ თავში აერთიანებს მთელი ბუკეტია ქვეყნის პოლიტეკონომიური მოწყობის გადააზრების და შეცვლის მინიმალური ნაბიჯების გადადგმის ამ მიმართულებით. და სუვერენიტეტისკენ წაგვიყვანს ჩვენ და არ ვიქნები დამოკიდებული რაღაც ასე უკრაინასაც კი აქვს სამი სახელმწიფო ბანკი. უკრაინასაც აღარ ვლაპარაკობ ევროპაზე, თურქეთზე, რუსეთზე, ჩვენზე ბევრად კარგი საბანკო სისტემა. არა, გამოიყენა თქო ამას. არა, მე მაგაში ვერ გაგეთახობ. არა, სხვა რაღაცას თქვა. უკრაინაში ძალიან რთულია ეს საბანკო ისინი ზუსტად ვიცი მე და იყო ომამდე. არა, ომამდეც ასე იყო. ნახეთ ის თქმა მინდა, ხშირად შემოაქვთ ხოლმე ეს დისკურსი რა, ქართული ოცნების აქტივისტებს, რომ თითქოს სახელმწიფო ბანკი რომ გახსნას ქართულმა ოცნებამ, სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი გადაუკეტავენ საქართველოს ყველანაირი არსებობა და რა ქნას ჩვენმა საცოდავმა ხელისუფლებამ. არ არის ეგრე, არა. არ არის ეგრე. და როცა ჭირდებათ გინდა იმედი პოზიტივის სანქციებზე, გინდა სხვა ტიპის სანქციებზე, ყილაზე დგება საქართველოს ეროვნული ბანკი და უპირისპირდება ისეთ რთულ რაღაცებს, როგორიც არის ბრიტანეთის სანქციები. და სახელმწიფო ბანკის გახსნა ასე ქაღალდზე არც ერთი ქვეყნისთვის არ აუკრძალია, მიუხედავად იმისა, რომ ძულს და მეზღება მსოფლიო ბანკი და სავალუტო ფონდი. მაგრამ ასე ქაღალდზე არც ერთი ქვეყნისთვის არ აუკრძალია. თურქეთსაც აქვს, რუსეთსაც აქვს, აზერბაიჯანსაც აქვს, უკრაინასაც აქვს, ევროპაში 500 რაღაცა საჯარო ტიპის საკუთრებაში არსებული ევროპული ბანკია. ჩინეთის, სინგაპურის, ემებზე ხო აღარ ვლაპარაკობ. ამერიკაშიც კი არის ყველაზე ლიბერალურ ქვეყანაში ჩრდილოეთ დაკოტას სახელმწიფო ბანკი. ბრაზილიაში ჩვენთან საინტერესო მომენტია ის სხვა ის მიწის გაყიდვა, ეს გამჭვირვალობა ვახსენე და საქართველოს მოკლედ იმის თქვა თქვენ სწორად აღნიშნეთ რა. ნება არის საჭირო და ნება თუ გამოჩნდება ხელისუფლება მიიღებს არნახულ სახალხო მხარდაჭერას ამ ნაბიჯების გადადგმაში. ბატონო, მე იმედი მაქვს გვისმენენ და იმედი მაქვს თვითონაც ფიქრობენ ამ საკითხზე, აი რეგულაციები მიწის გაყიდვაზე გამჭვირვალობამ უჩივლა. დანიის იყო ის მოქალაქე ხო საქართველოს სახელმწიფოს, რომ მისი უფლება დაირღვა მიწას რომ და
მიწარო არ მიყიდეს და ამ დროს მაგალითად მოიყვანეს თქვა ევროპაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და იქ რა თქმა უნდა მიწის გაყიდვა შემიძლია, მე რო არ იქ მოქალაქე, მაგრამ იმდენი დათქმა რომ მე მიწის ყიდვა არ შემიძლია. ხო, იმდენი დათქმა და ეს ხო, რა თქმა უნდა, ხო, განსხვავდება, მაგრამ ეს არის დათქმები, ის კი არა იმ ქვეყნის მოქალაქეც რო ვიყო, იქაც კი მაგ დათქმები თუ იმ მიწას ესე ჩვენ სხვადასხვა მიწის ფონდზეც აუცილებელია ძალიან ვანიავებთ ამ მიწის ფონდს და სასურსათო უსაფრთხოება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა მით უფრო რო აი ირანში ომმა სასურსათო მომენტებსაც კი ბატონო დარტყა და შიმშილის გამომწვევი არადგერ ტრიგერად იქცა და ამბებას მინდა უთხრა რომ ელექტროენერგიის ტარიფს საკუთარ ვიდეოებში და გვერდებში ძალიან დეტალურად დაუბრუნდები ამ დღეებში და აი ნინოს ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამ კითხვისთვის რომ მომეცა ამაზე საშუალება რომ აი რაღაც მედიაში არსებობდეს ერთი კარგად ყველა სიტყვაზე პასუხს ვაგებ რაც თქვი კანონმდებლობაზე კონსტიტუციაზე სატარიფო წარმოქმნაზე და ასე შემდეგ კი ბატონო ესე იგი ეხლა გადავიდეთ ახლო აღმოსავლეთს იმიტომ რომ ყველაფერი გვერდზე დაგვრჩება თუ მართლაც როგორც თქვა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯოჯო ხეთს უნდა რა ჯოჯო ხეთს უნდა ელოდონ ქვის ხანაში დაგაბრუნებთ ხო ქვის ხანაში სამარცხვინო ქვის ხანაში ნუ რა ვიცი მე ქვის ხანაში ატომური იარაღის შემდეგ კი ბატონო და თქვათ კიდევ გავრცელდა ინფორმაცია რომ თითქოს დონალდ ტრამპი არის კლინიკაში ხეს არ არის დაზუსტებული ინფორმაცია უბრალოდ ეს ესე მოვისმინე თუმცა ერთ-ერთი გამოსავალი შეიძლება იყოს ჯოჯო ხეთის გადავადების აი ხო კლინიკაში ეგრე მოიფიქრეს უკან დახევა შეიძლება არ ვიცი შეიძლება უბრალოდ ეს დასაზუსტებელია არ არის დაზუსტებული ინფორმაცია ოფიციალურად არ გავრცელებულა ყოველ შემთხვევაში აი ეს ჯოჯო ხეთს და საერთოდ აი ამ ახლო აღმოსავლეთს რას ერჩის ეს დასავლეთი თუმცა იყო დრო როცა ახლო აღმოსავლეთი ძალიან ერჩოდა ევროპას და რაც ხდებოდა ვიცით ხო ეს შუა საუკუნეებში არაბები ნუ იქით ხო რა თქმა უნდა ესენი ყოველთვის ერჩოდნენ ერთმანეთს და ეს რატო ვერ შეძლო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაეცვა თავის მოკავშირე არაბული სახელმწიფოები ირანის აგრესიისგან იმიტომ რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ფეხებზე კიდია ბოდიშთა ესე პირდაპირ ვიტყვი ყველა საკუთარი თავისა და ისრაელის გარდა აი ხა მაგალითად ბუშერის ატომურ ელექტროსადგურსაც რო ბომბავენ ხო თქვენ გახსოვთ მგონი ეხლაც ეს მიმდინარე ამბავი არის უკრაინაში ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო საბრძოლო მოქმედებები და რაღაცა რამდენიმე ატარა დრონის მოხვედრა ზაპოროჟიას ატომურ ელექტროსადგურს რამხელა სკანდალს იწვევდა იმ ხელა სკანდალს რომ რუსეთიც და უკრაინას ორივე ერთმანეთს აბრალებდნენ და დღემდე არც ერთი მხარე არ იღებს მაგაზე პასუხისმგებლობას რომ ემქენი იმდენად დიდი ჯოჯოხეთია დედამიწაზე რომ ატომურ ელექტროსადგურზე მიიტანო სამხედრო იერიში ხო და აღშფოთებული ევროკავშირი აღშფოთებული ყველა და ყველა ერთმანეთს ნუ პრინციპში ხა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებები რო წაგეკითხა უკრაინას აბრალებდნენ რომ თვით დივერსიას აკეთებენ რომ ჩვენ დაგვაბრალონო ხო ევროკავშირისთვის და იმისთვის გაეროსთვის რო გეკითხა ამბობდნენ რომ რუსეთი აკეთებს ამასო და აი ტერორისტული სახელმწიფო ხო აი ეხა რა ხდება მე მინდა ვკითხო ხალხს რა აი რა ხდება როცა ამერიკა ბომბავს ჩვენს რეგიონში ატომურ ელექტროსადგურებს და პირველ რიგში მაგალითად ბუშერის ატომური ელექტროსადგური ფიზიკურად აი ნაკადიც ეგრე გადავა რა. ბევრად უფრო ახლოს არის მაგალითად საუდის არაბეთის, დუბაის და იმების დედაქალაქებთან, ვიდრე თეირანთან. პირველ რიგში მოიწამლებიან ყურის არაბული ქვეყნები. და ალბათ ჩვენც. მაგრამ ტექნიკურად აი ამ დონეზე ფეხებზე კიდე ეხა თქვენი კითხვა იყო მე მინდა რომ აი სპეციალურად მოვიტანე დღეს ნინო თუ მომცემთ საშუალებას ორი წუთი დამჭირდა იმიტომ რომ ეს ქართულ მედიაში აი არსად არ არის რა ნამდვილად ძალიან დიდი დეფიციტი აი რას ერჩისო რა ეს კითხვა რომ დამისვით ხო თავარი ფაქტორი რა თქმა უნდა არის ისრაელი და თავად ამერიკაშიც ლაპარაკობენ უკვე ამას რომ ამერიკას აი ტაკერ კარლსონი პოლიტიკოსები კონგრესმენები სენატორები ლაპარაკობენ პირდაპირ ამას რომ ამერიკას მართავს ისრაელის მეხუთე კოლონა და ეს ეპშტეინის კლასი დაშანტაჟებული კლასი რომელიც იძულებულია იმოქმედოს მათ შორის ამერიკის ინტერესების საწინააღმდეგოდ იმიტომ რომ ეხა ასე რო შევხედოთ ხო აი ისრაელის საკითხი რო გამოვაკლოთ ხო
ხო? რატო არის ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ინტერესი საგანი, რომ მაგალითად დაძაბულობაში იყოს მისი მოკავშირეები, თუნდაც ქუვეითი, საუდის არაბეთი, დუბაი, ასე შემდეგ, ხო? ან ირანთან რატო არ უნდა კონდეს კარგი ურთიერთობა, ხო? აი ხა რაღაც ის მოყავთ ხოლმე რა, რომ აი პოლიტიკური ავტორიტარიზმი საუდის არაბეთში რო არის, ეგეთი უნდა მარტო არის მეფე და მეფის მთავრობა, არანაირი პარლამენტი, არანაირი არჩევნები 3 წლის წინ მიიღეს, თუ რამდენიმე წლის წინ მიიღეს ქალებმა ზოგადად მანქანის მართვის უფლება, რაზე არის ხო ლაპარაკი რა. და ეხლა მაყურებელს მინდა ვუყო და რას ერჩისო, ხო? ყველასთვის ნათელი ხა ამას აღარ გავიმეორებ, რომ აი ისრაელის ინტერესები, რაღაცა სიონისტური კლანის დაჯგუფებების ინტერესები, რაღაცა მესამე ტაძრის აშენებასთან დაკავშირებით დიდი ისრაელის პროექტი და ეს რაღაც აპოკალიფტური მართლაც რელიგიური ფანატიზმი, ხო? რაღაცა ერთი მცირე ჯგუფის სიონისტი ებრაელების რელიგიური ფანატიზმი, რომ უნდა დაანგრიონ ალაქსას მეჩეთი, გამოიწვიონ არმაგედონი, რაშიც ემთხვევიან evangelisti ქრისტიანების წარმოდგენებს. მაყურებელს მინდა უთხრა, რომ ხშირად ვსაუბრობ ხოლმე ამაზე, რა თანხwebdriver არის არის თანხwebdriver, როგორც კი, პირდაპირ არის სიონისტი იუდეველების და ევანგელისტი ქრისტიანების, ხო, ტრამპი, ამერიკაში ყველა დიდი ეკლესია რაც არის, ეს არის სიონისტი. და სხვა შორის ჩვენ შემოგვიყარეს ახლა ეს 50-იანელები და ასე შემდეგ, ზუსტად ამ ისრაელის ნარატივებით. მოკლედ ავხსნი მაყურებელს, რომ ეს რა არის საქმე მართლმადიდებლობაში და კათოლიციზმში არის ასე საკითხი თეოლოგიურად მე არა ვარ თეოლოგი, მაგრამ აი ამ აბგდ ელემენტარული ვიცი. მე ვერ მართლმადიდებლობაში თეოლოგიაში აი ქრისტეს მოსვლით ძველ აღთქმაში ნახსენები ისრაელი აღთქმული მიწა და ასე შემდეგ ამ ყველაფერმა მიწიერ პოლიტიკურ, გეოპოლიტიკური მნიშვნელობა დაკარგა. მართლმადიდებლებისთვის და კათოლიკეებისთვის ახალი ისრაელი არის ეკლესია. ანუ იესო ქრისტეს მოსვლით დედამიწაზე შეიქმნა მორწმუნე საზოგადოება და ეს ამის გაგება არის ახალი ისრაელის სახით და არანაირი გულშია ისრაელი. ხო, გეოპოლიტიკი, ანუ გეოპოლიტიკური საზღვრებისგან დაცლი. რა შეიძლება, ხო, ეხლა რა შეაქვს თანხwebdriver ქრისტიანული ევანგელიზმი, ხო? ესე იგი მართლმადიდებლობასა და კათოლიციზმში ყველანაირ სპეკულაციად მიიჩნევა მეორედ მოსვლის წინაპირობა, თარიღი, ადგილის პროგნოზირება. არავინ არ იცის ეს როდის მოხდება, როგორ და ეს არ არის ცუდი, რაც თავარია. ხო, და ეს არ არის უბედურება. კი ბატონო. იუდეველი სიონისტები და ევანგელისტი ქრისტიანები მიიჩნევენ, რომ მეორედ მოსვლა აუცილებლად უნდა მოხდეს სახელმწიფო ისრაელში, კონკრეტულ ადგილას, კონკრეტულ გარემოებებში და ასე შემდეგ. მათი თანხwebdriver მდგომარეობს იმაში, რომ უნდა, ესე იგი, ევანგელისტების სახით იესო ქრისტე უნდა მოვიდეს მეორედ და იუდეველი სიონისტების სახით უნდა მოვიდეს მათი მესია მოშაიეხი, ხო? და ესე იგი, ამათ აქვთ ესეთი გარიგება ერთმანეთში რა ეს მარტივად რო ახსნა რა რომ აი მოდი გამოვიწვიოთ არმაგედონი მოდი ისა და მე გავარკვიოთ შენი მოშაიეხი მოვიდა თუ ჩემი იესო ქრისტე მოვიდა და აი ამდა მე ირანიარიო რელიგიური ფანატიზმიო რა რომელიც იძახის უბრალოდ რომ ერთი პალესტინა ყველასთვის და იყავით უბრალოდ როცა ამბობს სიკვდილი ისრაელს ამბობს სიკვდილი სიონისტურ რეჟიმს ანუ ამ ისრაელს სახელმწიფოს წარმოქმნას მის მაცხოვრებლებს კი არა არამედ რომ უბრალოდ იყოს ერთი პალესტინა ყველა. ირანიც არ არის ხა ანგელოზი, მაგრამ ანგელოზი არავინ არ არის დედამიწის ზურგზე, მაგრამ რას ერჩისო პოლიტიკას და მაგრამ სამართლიანობაც არის, რა თქმა უნდა. იმას აი რაც არის მის ხოლმე ქართულ მედიაში რა. რას ერჩისო დასავლეთიო რა. დასავლეთისთვის მარტო აი ეს იმპერიალისტურ და რელიგიური ფანატიზმი მართლაც ევანგელისტურ იუდეველსიონისტური არ არის რა. არის კიდევ ის რომ ირანი არის ერთადერთი სუვერენული სახელმწიფო, რომელმაც 47 წლიანი სანქციების პირობებშიც კი შეძლო უზარმაზარი პროგრესი. ანუ დაამტკიცა, ანუ ჩინეთიც კი აემხელა სუპერძალა, ხო, უკვე აი სუპერძალა რო ქვია, ხო? რუსეთზე აღარა მაქვს ლაპარაკი, ხო, რაღაც 4 წელი სანქციები გაუკეთეს ისიც ნაწილობრივ და ტირიან, ჯღავიან, ტირდა ვაი, ეგრე არიან, ხო? 47 წელი ტოტალურ სანქციებში არის ქვეყანა, ხო?
და აი მინდა რომ ეს წავიკითხო, იმიტომ რომ ზუსტ პროცენტულ მონაცემებზე არის ლაპარაკი და რო არ შემეშალოს უბრალოდ რომ რას მიაღწია ირანმა და კიდევ ერთხელ თავში ვამბობ, გასაგებია როცა არის შერეული მოდელით თეოლოგიური მართლობა, ის რა თქმა უნდა წარმოშობს რაღაც ტიპის პრობლემებს, ძალადობასაც მათ შორის, კანონდარღვევასაც, მაგრამ ის გასათვალისწინებელია რომ ეს არ არის რევოლუციით მოსული რესპუბლიკაა. რევოლუციას ყოველთვის აქვს კონტრრევოლუციის მცდელობა. მით უმეტეს კონტრრევოლუციას რო აფინანსებს ბრიტანეთი, ამერიკა, შაჰის შვილი არის სადღაც იმაში ლოს-ანჯელესში გაზრდილი და ასე შემდეგ. და ანუ შესაბამისად კი არ ვამართლებ რამე ტიპის ადამიანის უფლებების დარღვევებს, რაც ყოფილა ირანში. უბრალოდ რაღაცებს აქვს ბუნებრივი განზომილებაც, რა რომ ამხელა კონტრრევოლუციური ძალა მოქმედებს, ხო? და აგერ ბოლო აქციებს პირდაპირ მოსადი პოსტავდა, რომ თქვენ შორის ვართ, გამოდითო და მაიკ პომპეო, ყოფილი სახელმწიფო მდივანი იძახდა, რომ მივესალმები მოსადის აგენტებს, რომლებიც წინ მოუძღვებიან მომიტინგეებს თეირანშიო, ხო? ეხლა ნახეთ, რას მიაღწია მოსახლეობა გაიზარდა, ვინც არიცით, შაჰის დროს ირანში მოსახლეობა იყო დაახლოებით 30 მილიონი, მოსახლეობის 1% ცხოვრობდა საშუალო დონეზე, 0.1% ტოტალურ სიმდიდრეში, აი ეს არის მათი შთამომავლები არიან, ვინც დარბიან დღეს საელჩო მთელ მსოფლიოში და დღემდე რო იმპულს ჭამენ, რაც მათმა მშობლებმა ჭამენ 60-იანებში და 50-იანებში ირანში და იმით რო ცხოვრობდნენ პარიზში, ლონდონში და ბრძოლები და იმით, მე ბრიტანეთში მე განათლება მიღებული და ზუსტად მახსოვს ეგ ირანული ემიგრაცია რა ხალხია, ზუსტად როლს-როისებით რომ მოძრაობენ, ისე რომ 4 თაობას ერთი წუთითაც არ უმუშავია. ერთი წუთითაც არ უმუშავია, იმდენი ფული წამოიღო ბაბუამ რევოლუციიდან, რომ გამოექცა რევოლუციას იქიდან, ირანიდან. ხო, ეხლა ნახეთ, 79 წლის რევოლუციის შემდეგ და გასათვალისწინებელი არის ის, რომ 8 წელი ეგრევე იყო 8 წლიანი ომი, ერაყი ირანის ომი, როცა სადამ ჰუსეინს აიარაღებდა თავიდან ბოლომდე ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი და ეს 8 წლიანი ომი ირანმა მოიგო. ხო, შესავალი გასაგებია. ეხლა ნახეთ, მინდათ რომ ეს კარგად გესმოდეთ, იმიტომ რომ ეს არ ესმის ხალხ. ირანმა ეს შეძლო. ამერიკისთვის და დასავლეთთვის არის პრობლემა, რომ ირანი არის მაგალითი იმისა, რომ თურმე შეგიძლია ის კი არა რომ პარტნიორობა და თავიდან ბოლომდე გადამა. არამედ აი ტოტალურ ანტაგონიზმში იყო სანქციებში და მაინც დადო ძალიან დიდი ეკონომიკური და სოციალური შედეგები. ეხლა წაგიკითხავთ ოფიციალურ სტატისტიკას. პრერევოლუციური ირანში 1976 წლის სტატისტიკით ქალთა წიგნიერების მაჩვენებელი მხოლოდ 24-35%-ის ფარგლებში მერყეობდა, ხოლო სასოფლო დასახლებებში ეს ინდიკატორი 17%-ს არ აღემატებოდა. რევოლუციის შემდეგ ეს მაჩვენებელი ქალთა წიგნიერება გახდა 85-90%. უმაღლესი განათლება და მეცნიერება. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში ქალთა წარმომადგენლობამ ფუნდამენტური ტრანსფორმაცია განიცადა. 70-იან წლებში ქალების წილი აკადემიურ სივრცეებში მინიმალური იყო. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ირანის უნივერსიტეტებში ჩარიცხულ სტუდენტთა 50%-ზე მეც, ხოლო უნივერსიტეტის მისაღებ ეროვნულ გამოცდილებზე წარმატებულ აბიტურიენტთა 60%-საც კი ქალები შეადგენენ. ტრადიციული ჰუმანიტარული სფეროების გარდა ქალთა კონცენტრაცია მკვეთრად გაიზარდა მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია, მათემატიკა, მონაცემთა თანახმად სამედიცინო და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტებზე ქალთა ხვედრითი წილი ხშირად 70%-ს უახლოვდება. ეს გაცილებით მეტია, ვიდრე დასავლური განვითარებული ქვეყნების მაჩვენებელი. 79 წლამდე დასაქმებული ქალების დიდი ნაწილი სოფლის მეურნეობაში ან არაკვალიფიციურ შრომაში იყო ჩართული. დღესდღეობით თვისობრივად გაიზარდა კვალიფიციური ქალების როლი საჯარო სექტორში, ჯანდაცვაში, ექიმებში, ფარმაცევტებში, განათლების სისტემაში და შეგახსენებთ, მაგალითად, პირადად ყოფილი უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის განკარგულები და რეფორმის წყალობით, მინისტრები და ის გასაგებია, რომ მაგალითად ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ქალი იყო, ხო? აი მაგალითად დასავლელი ფემინისტები რისთვისაც იბრძვიან ირანში კანონში წერია, რომ ყველა საჯარო დაწესებულებაში, სამინისტროში და ასე მინიმუმ დეპარტამენტის მოადგილეები კვოტებია, ქალების კვოტები არის და ამით არის გაზრდილი ძალიან დიდად. ეხლა უბრალოდ აი რაღაცები მინდა რომ აი კარგად ეს არა გაჩვენოთ რა. სამეცნიერო პუბლიკაციები. ირანმა უპრეცედენტო ზრდა აჩვენა საერთაშორისოდ აღიარებულ სამეცნიერო ბაზებში, ინდექსირებული სტატიების რაოდენობით. პრერევოლუციური პერიოდის მარგინალური მაჩვენებიდან ქვეყანა გადაიქცა ახლო აღმოსავლეთის წამყვან აქტორად და გლობალურად სტაბილურად იკავებს მე-15 ან მე-20 პოზიციას მთელ მსოფლიოში სამეცნიერო აუთპუტით. წარმოგიდგენიათ? ნანოტექნოლოგიები. ირანი წარმოადგენს
ნანოტექნოლოგიების სფეროს ერთ-ერთ წამყვან სახელმწიფოს. ნანოტექნოლოგიური პუბლიკაციების რაოდენობითა და ინოვაციებით იგი მყარად იკავებს ადგილს მსოფლიოს საუკეთესო 10-ში უმეტესწილად მეხუთე ან მეექვსე ადგილზე. წარმოგიდგენიათ რაზე არის ლაპარაკი? შიდა იმიტომაც ჩამოაგდეს დრონებით ამერიკული. რა თქმა უნდა, შიდა წარმოებაში დანერგილია ასობით მაღალტექნოლოგიური პროდუქტი, ნანოკატალიზატორები, ოპტიკა, მიზნობრივი წამლების მიწოდების სისტემები, რომელთა ეროვნული ნანო სერტიფიკატები აქვს მინიჭებული და წარმოადგენენ საექსპორტო პოტენციალის მქონე საქონელს. ფარმაცევტიკა და მედიცინა, აი ძალიან ცოტა დამჩაიგრებ. ირანის ბიოფარმაცევტული ინდუსტრია აზიის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებულია. ქვეყანა შიდა მოთხოვნის 95%-ზე მეტ საკუთარი წარმოების მედიკამენტებით აკმაყოფილებს. მათ შორის არის ურთულესი რეკომბინანტული პროტეინების სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატები და სხვადასხვა ტიპის ვაქცინები. რეგენერაციული მედიცინა და ღეროვანი უჯრედები, სპეციალიზირებული კვლევების ცენტრებით საქმიანობის შედეგად ირანი ინსტიტუციურად ავითარებს ემბრიონული ღეროვანი უჯრედების კვლევას, უჯრედულ თერაპიას, რეპროდუქციულ მედიცინას. ამ დარგში მიღწევით იგი გლობალური მასშტაბით მოწინავე ათეულის წევრია. ჯანდაცვა და ინფრასტრუქტურა პოსტრევოლუციურ პერიოდში, ანუ შაჰის დროს, სოფლად დანერგილმა ჯანდაცვის სახლების მოდელმა ფუნდამენტურად შეიცვალა ეპიდემიოლოგიური და დემოგრაფიული სურათი. მნიშვნელოვნად შემცირდა ჩვილთა და დედათა სიკვდილიანობა, საგრძნობლად გაიზარდა სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის მაჩვენებელი. ეხა ინჟინერია და აეროკოსმოსური ინდუსტრია, აეროკოსმოსური ტექნოლოგიები, ეროვნული საინჟინრო კადრების ბაზაზე ირანმა შეძლო დამოუკიდებელი აეროკოსმოსური პროგრამების განვითარება. ქვეყანამ დააპროექტირა და შექმნა საკუთარი მატარებელი რაკეტები და წარმატებით გაიტანა ორბიტაზე ეროვნული წარმოების თანამგზავრები. მძიმე და სამოქალაქო აბა მაღალტექნოლოგიური პროგრესი ფიქსირდება კომპლექსურ ინფრასტრუქტურულ მშენებლობებში, ჰიდროელექტროსადგურებში, კაშხლებში, ნავთობქიმიურ ინჟინერიასა და მეტალურგიული ქარხნების დამოუკიდებელ პროექტირებაში, რითაც სრულად ჩანაცვლდა ის საინჟინრო ტექნიკური ექსპერტიზა, რომელსაც ქვეყანა პრერევოლუციურ პერიოდში მხოლოდ უცხოელი კონტრაქტორებისგან იღებდა. და ეხლა რა მინდა ვთქვა აი ამის წაკითხვის შემდეგ და ტრამპის განცხადებაზე რა. აი ამას ნიშნავს. ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც მარტო ისრაელთან წინააღმდეგობას გაბედავს კი არა და მასთან იდეოლოგიურ კონფლიქტში შევა. ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც აჩვენებს მთელ მსოფლიოს, რომ ის კი არა რომ დასავლეთ, აი ჩვენ რაც გვასწავლეს, რა რომ აი ეს მათხოვრის პოზაში ყოფნა, რომ აი ადამიანებს რო გონიათ, რომ ქვეყნის განვითარება არის, რომ მათხოვარივით ხელი რო გექნება გაწოდენილი დასავლეთზე, რომ აი ეს არის ის და მე რო ვერ იგებენ რა, რომ აბა რუსეთი, იმიტომ რომ გონიათ, რომ თვითონ რადგან ეს მათხოვრული დამოკიდებულება აქვს დასავლეთთან, რომ ესე იგი ეს უნდა შევცვალოთ ჩრდილოეთზე რა და ამიტომ ამით რას კოგნიტური დისონანსი ემართებათ რა. აი ეს ამას გულისხმობენ ქვის ხანაზე რა, როცა ლაპარაკობენ რა და არ დაგვავიწყო 47 წელი ქვეყანა არის უმძიმეს სანქციებში და ამას ახერხებს ჯანდაცვაშიც და ტექნოლოგიებშიც, განათლებაშიც, მათ შორის ქალთა მიმართულებით. და აი არ დამავიწყდება რომ ეხა ითხოვს დონალდ ტრამპი $1.5 ტრილიონ დოლარის ახალ ბიუჯეტს პენტაგონში, აი მათ შორის ირანის ომის დასაფინანსებლად. და ბოლო განცხადება გააკეთა ესეთი რაღაცა, რომ აი რა არის განსხვავება მოდელში რა. გინდა შენ ამას სოციალური სახელმწიფო დაარქვი, გინდა ეროვნული სახელმწიფო დაარქვი, გინდა სუვერენული და ასე შემდეგ. გასაგებია ხო ეკონომიკურად რაზე არის ლაპარაკი, ხო? ბოლო გამოსვლაში გამოდის და იძახის, რომ უნდა კონგრესს შეიტანა ეხა დაარეგისტრირა და ითხოვს ბიუჯეტის სეკვესტრს განათლებაში, ბიუჯეტის სეკვესტრს მედიცინაში, ანუ ის ძალიან მცირე პროცენტითაც რასაც აფინანსებენ სამედიცინო ხარჯებს იმაში. ხიდების და რკინიგზის მშენებლობის გაჩერება, საბავშვო ბაღების დაფინანსების გაჩერება. და პირდაპირ გამოდის ამერიკის პრეზიდენტი ეძახის, რომ ჩვენო არა გვაქვს ამ ყველაფრის საშუალება, ჩვენო ომებს ვაწარმოებთო. და არ აქვს ამერიკას child care-ის და medicare-ის ესა რა ქვია საშუალება, ხო? ამას ეხლა რაც წავიკითხე, ახერხებს ქვეყანა 47 წელი რო სანქციებშია ის. და ეს არის ქვეყანა მსოფლიოს ნომერ პირველი ეკონომიკა, მსოფლიოს ნომერ პირველი სამხედრო ძალა, რომელიც ომებში ხარჯავს ტრილიონობით დოლარს იმის გამო რომ გააძვიროს ნავთობიც კი არა რომ საკუთარ ხალხს მიუტანოს უბრალოდ ერაყს წაართვას და ამერიკელს მიუტანოს არა საკუთარ ოლიგარქია გაამდიდროს მათ შორის ამერიკელების ხარჯებს რომელსაც ეთქვის რომ გლობალური კრიზისია და შენს გიძვირებოდა რა ეს გლობალური კრიზისი რის გამო არის ხო შენ გამოდიხარ ამერიკის პრეზიდენტი და იძახი რომ ვენესუელას ნავთობი მინდა ირანის ნავთობი მინდა ამის ხა თუ რაღაც ცოტა შუა საუკუნეები ახსენეთ ხო რაღაც შუა საუკუნე გაგებას რომ აი რა
რაც ისიც შემოაქვთ, ხო? აზროვნება, რომ ის მინდა, ეს მინდა, იქ ოქრო მინდა, იქ ლითიუმი მინდა, ხო? ანუ შუა საუკუნეებში ეგ რაღაცები ქვეყნებს უნდათ იმის გამო, რომ საკუთარი ქვეყნები აეშენებინათ და მათ ხალხს ეცხოვრათ უკეთესად. და რაღაც ესეც არ არის. აქ არის ლაპარაკი რაღაც ნავთობისა და იარაღის ბიზნესის მცირე დაჯგუფებაზე, რომელმაც ისევ ამერიკელი გადასახადის გადამხდელის ფულით უნდა აწარმოოს იარაღი და მე ამერიკელს უნდა ამოტყავოს გაზრდილი ბენზინის ფული, იმიტომ რომ კრიზისია. რატომ არის კრიზისი? შენ გამოიწვიე ხო ეს ომი? რის გამო გამოიწვიე? ნავთობი მინდა მეო, ხო? ანუ უნდა მოუტანო წესით ამერიკელ ხალხს, ხო? რომ წაართვა ვენესუელას და ჩაუსხა ამერიკელ ხალხს, ხო? თქვათ ესეც არ არის. ესეც არ არის. ამაზეც არ არის ლაპარაკი და ამას ხავს მედროშეები, მიხდი? პრინციპში ხა ეს რო ესე არ არის და ამას ეს ამერიკელი ხალხის პრობლემაა, თვითონ მათ უნდა გადაწყვეტონ ეს ამბავი. აი თქვენ რო ყავს ამას მიმდევრები და მედროშეები, ამაზე იმას აი მაგალითად იმის აი რასაც ვლაპარაკობ, ხო? აი რასაც ვლაპარაკობ, ხო? ჩვენ საბჭოთა მეცნიერება აი ეხლა რაც წავიკითხე ირანზე, ხო? ანუ ეს იგი 1979 წლიდან რა ვისი მონაცემია ეს? ეს არის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო ლანცეტი, მაგალითად ბრიტანული ოფიციალ ყველა სიტყვაზე პასუხს ვაგებ. ყველა ციფრზე, მაგიტომ სპეციალურად წავიკითხე, რომ 1%-იც არ შემეშალოს, ხო რა. ბოდიში რისკები და ისეთ ეხლა ნახეთ, აი საქართველოს შემთხვევაში რომ გადმოვიტანოთ რა. 1979 წელს მოხდა ირანის ისლამური რევოლუცია. რატომ მოხდა ირანის ისლამური რევოლუცია? იმიტომ მოხდა, რომ ქვეყანა იყო ამერიკა ისრაელის მიერ მართული შაჰის პირობებში უსასტიკეს გაჭირვებაში, უბედურებაში და იმ რაღაცა ფოტოებს რო გიფრიალებენ ხოლმე ინტერნეტში რომ ვაიმე რასვეც კაც ცხოვრობდნენ თეირანში თუ რაღაცა ეგ არის ხალხო რა იცი? ეხა 30 წლის მერე რომ ვიღაცა მააფრიალოს რომ რუმსი რედისონი სტამბის ფოტოები რომ ნახეთ რა კარგად ცხოვრობდნენ ქოცნაცები საქართველოში ხალხიო და ეხა რაღაცა ცუდი რაღაც ხდებაო ხო? აი დაახატე არანაირი შეხება არ აქვს იმას რა ის არის მოსახლეობის 1%. ხო? 1979 წელს სწორედ იმ ტექნოლოგიური, ეკონომიკური და სოციალური ჩამორჩენილობამ გამოიწვია რევოლუცია. 1979 წლის მონაცემებით SSRK საქართველოს მეცნიერებაში, ინდუსტრიაში, ენერგეტიკაში, მედიცინაში და ასე შემდეგ აი ამ ხელა განსხვავება იყო შაჰის ირანსა და SSRK საქართველოს შორის. და უკაცრავად საბჭოთა კავშირის აშენებული მეტალურგიული ქარხანაც კი არსებობს ირანში როგორც საჩუქარი. საბჭოთა კავშირის აშენებულიც რომ აი ჩვენზე ჩამორჩენილ ქვეყანას ვაჩუქეთ რა მეტალურგიული ქარხანა, რომლითაც დღეს ირანი მთელი ინდუსტრიებს ამუშავებს, მათ შორის სამხედროსაც. და წარმოიდგინეთ 1979 წლის მერე 8 წელი იომეს და მერე კიდე 90-იანების დასაწყისიდან ნოლიდან რაღაცები დაიწყეს მედიცინის მშენებლობაც, პოლიკლინიკების მშენებლობაც, სამეცნიერო ინსტიტუტების მშენებლობაც ისლამური რევოლუციის ფარგლებში. ჩვენ ეს ყველაფერი ვქონდა და მსოფლიო ბანკის სავალუტო ფონდისა და კიდე ამ ჩიკაგოს ბიჭების დამსახურებით, ანუ შევარდაძიდან დამყარებული ნეოლიბერალური რეჟიმით რა. ეს საკუთარი ხელით მოვანგრიეთ, პრივატიზაცია გავუკეთეთ ყველაფერს, კონსტიტუციაში ჩავწერეთ ნეოლიბერალიზმი, ჩავაქვავეთ ყველანაირ კანონებში, აქედან ისეთი გირჩი, ასეთი გირჩი კიდე უფრო რაღაც ტვინის გამორეცხვას უკეთებს ხალხს და დღეს ვართ იმ რეალობაში, რომ როგორ ვუშველოთ 5 წრიან ტარიფს და ასე ვიგონებთ რაღაცებს იქიდან აქედან რომ სად გავძვრეთ ამ ჯოჯოხეთურ ნეოლიბერალურ კონსტიტუციასა და კანონმდებლობაში და მათ შორის ანტისოციალური ხელისუფლების პირობებში. და აი ქვის ხანაზე რო ლაპარაკობენ, აი ესეც პრობლემაა დასავლეთისთვის. მარტო ის კი არ არის ისრაელთა წინააღმდეგ. დასავლეთისთვის პრობლემაა მაგალითი იმისა, რომ შენ დასავლური კაპიტალის გარეშე შეგიძლია შექმნა წარმატება ეკონომიკაში, სოციალურ პოლიტიკაში. ბოდიშით გაწყვეტენ, ჯანდაცვას ფული უნდა მოვაკლო, ხო? ბრიტანული სამედიცინო ჟურნალი ყველაზე ავტორიტეტული ჟურნალი არის ლანცეტი, ამასთანავე ამ ბოლო დროს უზივარ ამ ძალიან დიდ დოკუმენტებს, ხო? უზარმაზარი კვლევა აქვს გაკეთებული, ყველაზე ავტორიტეტული, აი ყველა ეხა ექიმი ვინც მისმენს სამედიცინო სფეროში, მიხვდებიან ეგრევე, ლანცეტი არის ბრიტანული ყველაზე ავტორიტეტული მთელ მსოფლიოში, არა მარტო ბრიტანული სამედიცინო აკადემიური ჟურნალი, ხო? უზარმაზარი კვლევა აქვს გაკეთებული ირანის ჯანდაცვის სისტემაზე.
რეგიონალური პოლიკლინიკები, სოფლის პოლიკლინიკები, სახელმწიფო დაფინანსება და 2014 წლიდან კიდე იმ სახელმწიფო დაფინანსების რეფორმირება გააკეთეს, რომ out of pocket GB-დან დანახარჯა, ხო არის დაზღვევა რასაც ფარავს და მე კიდე რო დამატება გიწევს, ჩვენ რაში ცხოვრობთ რა, რომ არაფერზე ვარ წო, რომ 2014 წლიდან კიდე ისეთი რეფორმა გააკეთეს, რომ თითქმის 0%-ს გაუტოლდა თანადაფინანსება ხალხიდან ამოღებული და სრულად თითქმის 100%-იანი სრული სახელმწიფო დაფინანსებაა ჯანდაცვაში. და ეს ყველაფერი იმის ხარჯზე, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით არის ძირითადად, აბსოლუტურად, რომ ეს მარტო ირანი არ არის, ხა ევროპაშიც ესეა და ბერგან თურქეთშიც და ასე შემდეგ. არის სახელმწიფო საკუთრებაში ჯანდაცვა არის სახელმწიფოს მონოპოლია. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კლინიკები, პოლიკლინიკები ასე შემდეგ და ჩვენთან პოლიკლინიკები არის 95% კერძო. დაიწყო სააკაშვილმა გააგრძელეს ამათმა პირდაპირ ქართულმა ოცნებამ EUX და საქართველოს ბანკს გადაულოცა რეგიონალური პოლიკლინიკები. ყველანაირი ვალდებულების გარეშე. ერთ გადაცემაში ვთქვი რა ეს რა, რომ აი ეხლა რაც მოყვევი და კიდევ უფრო ნათელი გახდება ეს რა. ორჯერ მქონდა ესეთი შემთხვევა, რომ ოპოზიციათან ხელისუფლების მხარდამჭერი კი არა, ოპოზიცია ირანელი გავიცანი თბილისში. და პირველი რა მითხრეს იცი, რომ ანუ ჩვენთან ახალგაზრდები რა რომ ჩვენთან ესე არისო სტერეოტიპიო რა რომ აი ამერიკასთან მეგობრობა ეს რაღაც დემოკრატია ლიბერალიზმი რაღაცა ავტომატურად უდრის ეკონომიკურ კეთილდღეობასაც რა აქ რომ მოვდიოდიო ვიცოდი რომ ეგეთ აი ამერიკის პარტნიო რაღაც ეგეთ ქვეყანაში მოვდიოდიო რა და ჩვენზე უარესი რანაირად გჭირთ გინდა სოფელში და გინდა ქალაქში 47 წელი სანქციებში ვართ ესე რანაირად ხარ სხვადასხვა ეხა ეს მინდოდა მეკითხა აი ამის გამო ვართ აი ნეოლიბერალური სახელმწიფოს გამო აღმოსავლეთ ცოდნი არის ძალიან კომპეტენტური და შარშანი იყო ირანში ეხა მე მისგანვიც კარგი იქნებოდა დღეს არ ვიცოდი თუ ამ მიმართულებით წავიდოდა ჩვენი საუბარი თორემ მოვიწოვდი მასას დღეს თქვათ მან თქვა რომ ის იყო იქ რაღაცებზე იწევენ სავაგზე წიგნი აქვს დაწერილი და იცნობს ამ რეგიონს ერთი სიტყვას ძალიან და თქვათ აი მან მითხრა ეს პირადი ხო უშუალო შტაბეშტილება არ ცხოვრობს ხალხი კარგად ცუდად ცხოვრობს კარგად რა არა სოციალურ პირობებს გულისხმობს საქართველოს და შედარებას არ შეიძლება მე საქართველოს არ ვადარებ მე ვადარებ აი მონაცემებს რაც თქვენ წაიკითხეთ მე არ არსა ეგ მე არ ყოფილი და მე არ ვიცი შეუძლებელია ხა ეგრეზე მე ოფიციალურ მონაცემებს გაივნებით რა გაუმჯობეს და ეს არ ნიშნავს ახლა რომ საუკეთესო ქვეყანაა მაგას კი არ ნიშნავს ეს არის ლაპარაკი უბრალოდ რომ ამ ხალხმა ბრძოლით რა შეძლო ad რესპუბლიკამ რომელიც არის 47 წელი ანუ როცა ლაპარაკობთ ნანოტექნოლოგიებზე მედიცინაზე სამედიცინო არა სოციალურ პოლიტიკას მათ შორის სანქცია ასე უბრალოდ სიტყვა კი არ არის სანქცია ნიშნავს რომ არავის არ აქვს უფლება მოგცეს გადიცვალოს ტექნოლოგია ეს მაინტერესებს აი საიდან ლიტერატურა ნოლიდან ქმნიან მიხსნი და ეს წარმოიდგინე ამ ქვეყანას სანქციები რომ მოუხსნა რა თქმა უნდა გინდა ის მთავარი პრობლემა ირანის არის სანქციები იმიტომ რომ გარდა ამისა ვერ გააქვს პროდუქცია ყველაფერი შიდა ბაზარზე არის მორგებული მე ამას თავი დავატოვდი ვალუტის გაუფასურება რომელსაც ხელოვნურად იწვევენ გარედან მე ხა ეს ყველაფერი რა წავიკითხეთ ამაზე არის საუბარი იმაზე რომ უბრალოდ ამ სანქციების ფონზე ანუ ამის ფონზე შეძლეს ამხელა გარღვევები ესეთი სანქციები რაც ირანს ადევს 47 წელია ერთი წელიც რო დაადო საქართველოს არა საქართველოს 10 კაცი ცოცხალი არ დარჩება მასშტაბითაც ის არის 10 კაცი არ დარჩება ცოცხალი არც ის პოტენციალი ნუ ყოველას თავისი ბედი აქვს არა ბოდიში უკეთეს გაწყვეტნებთ ოქროს გაცხვისებული გვაქვს ყველაფერი ხო გაცხვისებული ოქროს საბადოები გვაქვს მაგრამ თუ დაგვადებთ სანქციებს ეს გასხვისება უკვე სასიკეთოდ ანუ რაღაც შეგიძლია გააკეთო ნაციონალიზაცია და ასე შემდეგ. ხო და მე მაგალითად საქართველოს აი ამ შევარდნაძე მიშა ბიძინას ხელისუფლების პირობებში ამათ ხო мотиваციაც არ აქვს რომ რამე ეგეთი გააკეთონ და არც არასდროს ქონიათ ხო? და ის ქვეყანა წვალობს 47% 47 წლიან სანქციებში ამასაც და მუდმივად აი დღეს რაც ომი ხდება მაგისთვის ემზადებიან პირველივე დღიდან რომ თან უნივერსიტეტები უნდა აშენო თან ნანოტექნოლოგიების სამეცნიერო ცენტრები უნდა აშენო და თან ხარ მუდმივ მოლოდინში რომ წამიწამზე შემოიჭრება ამერიკა ამ აფეთქებს მთლიანად ამ პირობებშიც კი
გავიგე და სხვათა შორის აი ეს რო თქვენ ახსოვს ამაზე თქვა ვამბობ თორე ეს ახლა ძალიან ზერელი ნათქვა მე ხალხი კარგად ცხოვრობს ხალხი ცუდად ცხოვრობს მან რაც მითხე ხა მე არა რა თქმა უნდა ხა სოციალური ეკონომიკური მაჩვენებელი ჩამორჩება იმ ქვეყნებს ვინც მას სანქციებს ადებენ მაგრამ ეს ვიგულისხმე კი ბატონო ეს ვიგულისხმე იმიტომ რომ ძალიან შთამბეჭდავი გარღვევებია სხვათა შორის ლოგიკიდან ამოვარდნილი არის ასევე ჩინეთიც იმიტომ რომ ჩინეთის ის მოდელი რაც არის ამბობენ რომ ხელს უშლის ყველაფერს დედამიწის ზურგზე და ამ დროს ჩინეთმა მოახერხა კი სხვა და თქვა ირანიც არის მეორე და აქ აი ესეთი ჩემი აზრით რო ჩინეთს სამხედრო ინტერვენციას ვერ გაუბედავენ ხო რა თქმა უნდა ძალიან ბევრი არიან და ეს კონტრპროდუქტიული იქნება შეიძლება აქეთ-იქით წაკბინონ რაღაცები ეხლა აქ რა ჩიხია ჩემი აზრით ეხლა ახლო აღმოსავლეთში თუმცა ეს ჩიხი ალბათ უკრაინაშიც არის მაგრამ ახლო აღმოსავლეთში უფრო მკაფიოდ ჩანს ეს ანუ მხარეები იბრძვიან ერთმანეთის გასანადგურებლად ის რომ დარჩეს რაღაცა ფორმით არა იმ ფორმით რა ფორმითაც არის ან საერთოდ არ უნდა იყოს ან თვისებრივად სხვაგვარი ფორმით უნდა იყოს ირანის მიზანია რომ ისრაელი აღარ იყოს იქ ხო იმ რეგიონში ისრაელის მიზანია ირანი აღარ იყოს ხოლო ამერიკის შეერთებული ხა მეც უხეშეთ ამერიკის შეერთებული შტატების მიზანია რომ ირანი იყოს საერთოდ სულ სხვანაირი და არ კონდეს კავშირი ხო აი მუდმივად ხო ანუ ეს არაფერი არ იყოს რა აბსოლუტურად თვისებრივად იყოს სხვანაირი აი ასე მხარეების ასეთი мотиваციის პირობებში როგორ ფიქრობთ თქვენ შესაძლებელი არის რაღაც გადაწყვეტის გზა ვინ ვის მე მგონია რომ ირანის შემთხვევა არის ცალსახად გამორჩეული შემთხვევა, იმიტომ რომ ამას ვერ შევადარებ ვერც უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს, ვერც რამე სხვა კონფლიქტს, იმიტომ რომ ირანის შემთხვევაში აი ტოტალური განადგურებით არის დაინტერესებული ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი. ირანის ტოტალურ განადგურებაში იგულისხმება ირანის 8 სეპარატისტულ რეგიონად დაშლა, ქრონიკული სამოქალაქო ომის გაბუება და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ძალიან კარგად იციან, რომ ხელისუფლების ცვლილებას ავტომატურად მოყვება ეს და პირდაპირაც თქვა დონალდ ტრამპმა ერთ-ერთი იმას და ძალიან შეერწყათ მე სხვა შორის ემიგრაციას, ვინც ტრამპის დროშებით დარბოდა, რომ ამ ომის შემდეგო ირანი იგივე საზღვრებში აღარ იქნებაო. ანუ პირდაპირ აი ჟირინოვსკისაც ამბობდა რომ 8 ნაწილად უნდა ირანის დაშლა, პირდაპირ გამოვიდა ტრამპი ეგ თქვა და ცოტა ოდნავ შეერწყათ ამ უსირწყვილო დიასპორას ლოს-ანჯელესში და სხვა იმაში, ნუ გაიგო რომ ჩვენთანაც არიან ეგ უსირწყვილები, იმ დღეს ირანულ რესტორანში ვიყავი და შაჰის დროშა რო დავინახე, გამოვედი ეგრე რომ მეთქი მე აქ არ ვიქნები. ხო და რის გამიდა როცა ვლაპარაკობთ მაგალითად ჩინეთი ამერიკის შეერთებული შტატების კონკურენციაზე ჩინეთის დღეის მდგომარეობით ჩინეთის ინდუსტრიულ ძალას რო რამე მოუვიდეს მართლა სერიოზული ზიანი მიადგეს მარტო ჩინეთისთვის კი არ არის პრობლემა ეს იგი მთელი მსოფლიოსთვის გაპრობლემდება ეგრევე მათ შორის პირველ რიგში ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ასე შემდეგ ირანი არის ის შემთხვევა როცა მოწინააღმდეგე მხარეს აწყობს მისი ტოტალური განადგურება აი რუსეთის შემთხვევაში ხო უკრაინის შემთხვევაში ხო უყურებთ 4 წელი გავიდა და გასაგებია რომ გარდა იმისა რომ ატომური ძალა ერთ მხარეს და მეორე მხარეს თქვა ნატო რომ მოვია აზროთ როგორც უკრაინის კონფლიქტის ერთი მხარე და რუსეთის ფედერაცია მეორე მხარე ორი ატომური ძალა იქით-აქით და ამიტომ ტოტალურ განადგურებაზე ვერ იქნება ლაპარაკი იმიტომ რომ რაღაცა ატომურ არა მე ვიგო ჩიხი არის მეთქი ირანთან არის ჩიხი და იქ უბრალოდ ახლა გეტყვით რა სიტუაცია არის რა ირანთან ჩიხზე მეტია მე ხო ჩიხზე მეტია იმიტომ რომ ან ერთი მხარე ან რაღაცა მე ამიტომ მიმაჩნია რომ ირანის მიერ საკუთარი თავის თავდაცვის შესაძლებლობა ანუ მან რომ შეინარჩუნოს საკუთარი თავი, საკუთარი ხელისუფლება, საკუთარი სახელმწიფო, ეს არ არის მარტო ირანის ბრძოლა, ეს არის მთელი გლობალური სამხრეთის ბრძოლა, რომელსაც ამ კონფლიქტში ირანის ისეთი თუ ასეთი დანაკარგების გარეშე გამარჯვება მთელ გლობალურ სამხრეთს მისცემს ინსპირაციას რომ შესაძლებელი არის ესე იგი ამ დასავლური პარადიგმების პირველ რიგში ეკონომიკური პარადიგმების მიღმა ცხოვრება. და რაც შეეხება რატო არ არის ეს ასლი რა იმ კონფლიქტის რაც ხდება მაგალითად უკრაინაში რა. არა ასლი არ არის, თქვენ კი არა ის ზოგადად ხშირად ადარებენ ხოლმე რა. არ უნდა დაგვავიწყდეს რომ უკრაინის კონფლიქტის ერთ-ერთი მხარე გინდა ნატოს წევრი ქვეყნები და მათ შორის რუსეთის მთლიანად გადასულები არიან სამხედრო ეკონომიკაზე. ანუ ჩავარდნილი ნეოლიბერალური ეკონომიკის გამო, მათ შორის რუსეთის ნეოლიბერალური ეკონომიკის გამოც
და ევროკავშირის ჩავარდნილ ნეოლიბერალიზმზე ხო აღარაფერს ვამბობ. აი ჩემი საყვარელი ეკონომისტები მეგონწინებაშიც ვახსენე Yanis Varoufakis ის ამბობს ბრწყინვალედ რა რომ აი ევროკავშირმა რომ დაამტკიცა ხა ეს Ursula von der Leyen-მა 800 მილიარდიანი გადაიარაღების პროგრამა და ასე შემდეგ და რომელიც ჯერთი მაგის 70% ისევ ამერიკაში წავა ეგ ფული, იმიტომ რომ მაგ ტენდერების რიგებში უკვე ამერიკული იარაღის კომპანიები დგანან და ყოველთვის იმარჯვებენ ძირითადად იმიტომ რომ ყველა პირობას უკეთესად აკმაყოფილებენ ანუ ამ კაცი ჭამიობის. და ის სწორ კითხვას ვავს რა Varoufakis-ი და აბსოლუტურად ვეთანხმები. აი კარგი ვთქვათ, ეხლა გადავიარაღდით და კიდე ახალი იმსა. და რა უნდა ვქნათო? როგორც ამერიკის შეერთებული შტატები არის 5 წელიწადში ერთხელ მილიარდებს რო დახარჯავს შეიარაღებაში და მერე სადღაც ომი უნდა გამოიწვიოს თელ სოფლიოში რომ ეს იარაღი ჩაცალოსო. ჩვენც ეგეთი უნდა გავხდეთო ევროკავშირიო? აბსოლუტურად ლეგიტიმური კითხვაა რა და ამიტომ იმ ჩიხს იქით როგორც აი აბა რატო ავცელებენ ამ პროცესს რუსეთი რაში ჭირდება გერმანიის დაპყრობა, რუსეთს ან პოლონეთის დაპყრობა ან ეს ხო აბსოლუტური აბსურდია რა ან საფრანგეთის დაპყრობა რატომ უნდა ვერც იზამს რა თქმა უნდა და ნატოს ამერიკის შეერთებული შტატები რო გამოაკლო და მარტო აი რო წარმოვიდგინოთ რომ ევროკავშირი სამხედრო გაერთიანებას არის მინუს ატომური შეიარაღება ყველაფერში უფრო წინ არის ევროკავშირის წევრები ქვეყნები ერთად აღებული. ანუ ჯამი არის უაზრობა რა და ატომური იარაღი ისეთი რაღაცაა რომ ერთი გაქვს 500 გადაწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს, იმიტომ რომ თავარია ის ერთი გასროლა არ უნდა მოხდეს. და სხვა შორის ყველას ავიწყდება ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც. რომ ეხა ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ჩარჩოს რო დაუბრუნდეთ რა. ახლო აღმოსავლეთში არსებობს ერთადერთი ქვეყანა რომელიც არ ექვემდებარება საერთაშორისო ატომური სააგენტოს ინსპექტირებას. ეს არის ისრაელი. არ ექვემდებარება. რომელიც თელმა მსოფლიო ის კი არ ვიცით აქვს თუ არა კი არა ყველა მისის რო აქვს ოფიციალურად და ამის გამო არ ექვემდებარება იმას გაეროს ატომური ინსპექტირების სააგენტოს ხო ანუ სახელმწიფო რომელსაც დღეის მდგომარეობით მართავს ჰააგის სასამართლოს მიერ ძებნილი კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულებებისთვის პრემიერ-მინისტრი და თავდაცვის მინისტრი. ეხლა მე პირად შეფასებაში აღარ გადავალ, ხო? სპეციალურად მომყავს დასავლური ინსტიტუტები იმისთვის, რომ მე როჩები შეფასებები შემოვიტანო, კიდე ხა 100 ჯერ უფრო მძიმე იქნება. ხო? ევროკავშირის, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების და გაეროს მიერ აღიარებული ოფიციალური ოკუპანტი, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში ეწევა ახალი სოფლებისა და ტერიტორიების ოკუპაციას. გაეროს, ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური პოზიციებით. საფრანგეთი დაემატა ეხა იტალია და სხვა რომლებიც მკაცრად გმობენ აი ამ კონფლიქტში ეხა ისრაელის მიერ ლიბანის ოკუპაციის მცდელობას და ამბობენ რომ ანუ ეს არის გამეორება 60-იანი წლების ომისა, როცა ისრაელს ისევ უნდა რომ დაიკავოს მთლიანად სამხრეთი ლიბანი და გამოდის პირდაპირ ისრაელის მინისტრი სმოტრიჩი და პირდაპირ იძახის რომ დინარის სახელი დამოისყო, აი იმ ნიშნულთან უნდა დაბრუნდეს ისრაელის საზღვარეო. ნახევარი ლიბანის ოკუპაციაზეა საუბარი. ამ ქვეყანას აქვს ატომური იარაღი და ამაზე პრობლემა არავის არ აქვს. და ირანს, რომელსაც აიათოლა ალი ხამენეის ფატვა არის კონსტიტუციაში ჩადებული, რომ აკრძალვა აქვს თვითონვე დაწესებული ატომური იარაღის შექმნაზე. იმასთან მიდის ძიძგილაობა რომ არა მე ვიცი რომ შენ გინდა შექმნა. კონსტიტუციაში რო უწერია აიათოლას ხო ხა ჩვენ ხო ვიცით არჩიბალდ რომ კონსტიტუციაში რა წერია ადამიანის უფლებები რაღაცა დემოკრატია ისრაელს აქვს ატომური შეიარაღება და ამაზე არავინ არ ლაპარაკობს. იმიტომ რომ ანუ ეხლა წერა რა ისინი შეფასებების გავაკეთე ხო არა ჩემი დასავლური საერთაშორისო ინსტიტუტების ორგანიზაცია, რომელსაც სხვა გზა არ აქვს, რომ ეს ყველაფერი ასე შეაფასონ, თორე რეალობა გაცილებით უფრო მძიმეა. ამ შლეგ სახელმწიფოს აქვს ატომური იარაღი, აწყვეტილ სახელმწიფოს, მიხვდით? და ამაზე არავინ არ ლაპარაკობს. და უნდა ვილაპარაკოთ 24 საათი იმაზე, რომ ვაიმე იქნებს სადმე რამე ირანს ხო არ უნდა.
სხვათა შორის ეს პივაკი მყავდა პარასკევს უკრაინელი აი რაღაც სიგიჟეში გვაცხოვრებენ მაგ გამოაქვეყნა მის არხზე ნახე 1997 წელს ჩაწერილი ინტერვიუ ტრამპთან და ბიზნესმენი იყო მაშინ ტრამპი ის რამდენი თითქმის 40 წლის წინანდელი ამბავია და ის ამბობს რომ მე არ მესმის ამერიკის შეერთებული შტატებიო რატომ არ იღებსო არ მიდის და არ იღებს ირანის ნავთობსო და ენერგომატარებლებსო და კი წამყვანი კი ეკითხება კი მაგრამ როგორ უნდა იყოსო აი ასეო ეს მის ხელში უნდა იყოსო. ესე იგი, აი ეს არის გასაღები. იმიტომ რომ აი ეს მოდი გავიხსენოთ ბაიდენის განცხადება მაშინ. აბა რომელი ერთი? Nord Stream-თან დაკავშირებით, რომ ეკითხებიან, რომ ესე იგი უკრაინა რუსეთის შეიარაღებული კონფლიქტი რო დაიწყო, ჯერ ესე იგი სამხედრო ქვეითი ძალები არ იყვნენ უკრაინის საზღვარზე გადასულები და ამ დროს ეკითხება ჟურნალისტი ბაიდენს, რომ რას იზავთო რა რუსეთმა ეს რო გააკეთოსო და Nord Stream-ი აღარ იქნებაო. და მე ჟურნალისტი ეკითხება გაოგნებული რომ კი მაგრამ ხა ტრამპი მაშინ ბიზნესმენი უნდა და იყო და რასაც უნდა იმას დააყრანტალებდა ხო ახლა ლაპარაკი ამერიკის პრეზიდენტი ლაპარაკი. კი მაგრამ როგორო და ბაიდენი პასუხობს ესეთ რაღაცას დამიჯერეთ ჩვენ კი მაგრამ როგორ ეს გერმანიის კონტროლის ქვეშ არისო ეს მილსადენიო და თქვენო როგორ იზავთო ამასო და ბაიდენი პასუხობს რომ დამიჯერეთ ჩვენ ამას გავაკეთებთო და ნუ რუსეთი გადავიდა იმათმა აფეთქეს Nord Stream-ი ევროპაში შეიქმნა ენერგოკრიზისი რამაც გამოიწვია ევროპის მწარმოებლების გადასვლა ამერიკაში მეტწილად დღესაც რო შეხვიდეთ ტრამპ თეთრი სახლის საიტზე ნახავთ დიდი სიხარულით news ტრამპის ეფექტი Mercedes გადმოაქვს კიდევ უფრო ბევრი ქარხანა ამერიკაში. ამიტომ ეს ბაიდენი იქნება ტრამპი თუ ვიღაცა სხვა ეს არის ერთი ამერიკა, რომელიც აი ჯაჭვურად ემსახურებიან ერთმანეთს საქმეს. უბრალოდ გასაგებია რომ ის არის როცა პრეზიდენტია და ის როცა პრეზიდენტია თავის საპიარო ხა რო უწერია მაგალითად თეთრ სახზე რომ ტრამპის ეფექტი ქარხნები მოდისო. ტრამპის ეფექტი კი არ არის. ეგ არის ბაიდენის ეს ეფექტი, რომელმაც აფეთქა Nord Stream-ი და უკრაინის ომით შეძლო ევროპის ენერგოკრიზისის გამოწვევა, ხო? ამიტომ ეს ჯერ ეს პოლარიზაცია ჩვენთან ხო როგორი ესეთი ხალხისთვისაც ნათელი გახდა, ხო, როგორ რაღაც სრულ რაღაც დაპირისპირებაზე არის საუბარი და ეს 1000 ჯერ უფრო ცხადია ეს სრულ პოლარიზაცია ამერიკაში, ქვეყანაში 340 მილიონი მოსახლეობის ქვეყანაში, რომელსაც წარმოადგენს 340 მილიონ ხალხს წარმოადგენს ორი პარტია. ხო, ანუ აი რა სიგიჟია და თან ეხლა რო ვთქვათ რომ აი რაღაცა რადიკალურად განსხვავებული ხედვებია ეკონომიკაში, იმაში ამაში ხო იტყვეოდი რომ თქვა კაი არსებობს ორი პოლუსი, თქვა მემარცხენე, მემარჯვენე და თქვა საკმარისია რა იყოს ეს და აღარ არის თქვა ცენტრისტები საჭირო და აღარ არის ისეთები და ასე ხო ორი პარტია წარმოადგენს 340 მილიონ ადამიანს, სადაც თუ კი ვინმე ოდნავ განსხვავებს, იგივე გინდა რესპუბლიკური პარტიის წიაღში და გინდა დემოკრატიული პარტიის წიაღში, ვინმე რამე ოდნავ განსხვავებულ აზრს იტყვის ეკონომიკაზე, სოციალურ პოლიტიკაზე, საჯარო საგარეო პოლიტიკაზე პირდაპირ შიგნითვე ქოლავენ. ის კი არა რომ მოწინააღმდეგე პარტია. პირდაპირ იქვე მიდის ჩაქოლა. და აი ამ ეს რომ მოდელად მოყავთ ხოლმე რაღაც ამ დემოკრატიისა რაღაც ის აბსოლუტურად გაუგებარია ჩემთვის რა. და აი კიდევ რეფორმას მაინც ინარჩუნებდნენ და რაღაც შეიძლებოდა თქო აი დაინტერესებული ადამიანს მოიყვანეს ტრამპი, იმიტომ რომ კამალა ჰარისი ამას ვერ გააკეთებდა, რასაც ტრამპი აკეთებს. ანუ იგივე ღილაკებს დააჭერდა ხელს როგორც ამერიკის პრეზიდენტი გინდა რუსეთთან მაგრამ იმ რიტორიკის ფონზე რო აი პუტლერი სოფლიოს ნომერი ახალი ჰიტლერი პუტინი რაღაცა ადამიანის უფლებები რაღაცა აი ამ რიტორიკაში რასაც ხო ეგ პერსონა ირანთან ომს ვერ დაიწყებდა და რუსეთთან მოლაპარაკებებს ვერ აწარმოებდა. შესაბამისად თვითონ დღევანდელ ამერიკას ჭირდებოდა ამერიკის პრეზიდენტად დონალდ ტრამპისნაირი ფიგურა, რომელიც ამ რაღაცა შლეგური მოქმედებებით მოიყვანდა სისრულეში ძალიან ჩიხში შესულ ამერიკის პოზიციას, იმიტომ რომ საერთაშორისო ეხლა დემოკრატებსაც ყოველთვის ფეხს ეკიდათ საერთაშორისო სამართალი რა, მაგრამ მაინც wordings აკეთებდნენ ესე და ყველაფერს მე ამის ჩარჩოში სვავდნენ, ხო? მას შემდეგ რაც საერთაშორისო სამართალი აღარ ემსახურება დასავლეთის დომინაციას დანარჩენ სამყაროზე, თავადვე დაიწყეს ამ საერთაშორისო სამართლის დანგრევა დონალდ ტრამპის ხელით, იმიტომ რომ და სხვათა შორის ძალიან უჭირთ ხოლმე ჩვენთან ის გაგება რომ ეს კი გონიათ რომ კი აქვს
ისრაელს პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერა ბევრი დაგებობის და მიუხედავად ევროპისგან რა მაგრამ დღეს უბრალოდ ევროპას მართავს ძალიან არასწორი ხალხი დღეს რეალურად და მაგიტომაც არის ხოლმე ხშირად საქართველოში ისრაელის მინისტრების ვიზიტები და ასე შემდეგ ეგ საერთო მონახეს ქართულ ოცნებასთან ისრაელის ამოცანა ხოდაშორის არა მარტო საქართველოში აზერბაიჯანი აზერბაიჯანი ძალიან ჭიდრო თანამშრომლობს აზერბაიჯანთან მარტო კი არ თანამშრომლობს ბაქო თბილისი ჯეიჰანი საერთოდ ისრაელისთვის არის აშენებული მთლიანი ისრაელის შიდა ნავთო პროდუქტების მოხმარების 40% არის ბაქო თბილისი ჯეიჰანით მიწოდებული ნავთობი ეს მილსადენი თავის დროზე ჩვენ რო გვატყუებდნენ რომ აზერბაიჯანული ნავთობი უნდა გავიდეს ევროპაში და 1% ევროპის მოხმარება 40% ისრაელის შიდა ნავთობის მოხმარება არის ბაქო თბილისი ჯეიჰანიდან მიღებული ნავთობი. ეს არის შეღარჩევად მე ვიტყვი პირდაპირ. ეს არის ისრაელისთვის აშენებული მილსადენი. ისრაელისთვის აშენდა ეს ბაბუა ჩემისთვის, ვინმესთვის მარსიდან. მე ამ შემთხვევაში ყოველთვის მაინტერესებს ხოლმე ჩემი სახელმწიფო რა ხეირს მიიღებს. ძალიან ვისთვის ხო და უნდა მიიღოს კარგი. ვისთვისაც გინდა აშენდეს ეს არ მაგალითად რუსეთი უხდიდა ბევრად უფრო მაღალ პროცენტს უკრაინას და უხდის ბელარუსს. ენერგომატარებლების გატანაში. ვიდრე ჩვენ ვიღებთ ბაქო თბილისი ჯეიჰანიდან. მაგალითად ნახევარ ფასია ლაპარაკი. არა, მეცაც გეტყვით, ხო ეხლა არ ვიცი ხა ეს რიცხვებში როგორ არის, მაგრამ პარლამენტმა ევროასოცირების შეთანხმების ფარგლებში რატიფიკაცია გაუკეთა იმ დოკუმენტს, რის თანახმადაც ჩვენ ევროკავშირს, როგორც ეს მომავალი წევრები ევროკავშირის და როგორც ეს შინ ევროპაში მიმავალნი, შიდა ტარიფით ვაწვდით. ვის? ევროკავშირს. კი ბატონო. ანუ დერეფნის ფუნქცია, რომელიც არის ჩემი უსაფრთხოების, ჩემი ამ შემთხვევაში მე გულისხმობ, რომ საქართველოს მოქალაქეების და სახელმწიფოს, ხო, რომელსაც მოქალაქეც მე ვარ, შვილი მე ვარ, მოქალაქე არ მოყვარს ეს სიტყვა. უსაფრთხოების გარანტია და შემოსავლის წყარო ეკონომიკური დამოუკიდებლობის უწევ ევროკავშირს არაფერი უჭირს, ჩემგან იღებს შიდა ტარიფს. ანუ მე რომ მაწოდებს თავის პენსიონერსაც და თავის სამხედრო მრეწველობასაც თუ რაღაც სხვას არ ვიცი მე, აწოდებს იმავე ტარიფით. მე საერთოდ არ მესმის რა სჭირდებოდა ასე ნაჩქარევად პარლამენტს შეძლო რომ ამ დოკუმენტის რატიფიკაცია არ მოეხდინა. მაგრამ მაინც მოხდინა. ან ეხლა უკვე ალბათ დერატიფიკაცია ალბათ არ გამოვა უკვე ისევე როგორც იმ აეროპორტების არ იყოს რა ბათუმის აეროპორტი მიდი და ეხლა გამოვართვი თურქეთს. თეორიულად და კანონით რა თქმა უნდა შეგიძლია, მაგრამ ბოლოში არსებული ოქროს საბადოები 2014 წელს პირადად ბიზინა ივანიშვილმა რო ააფეთქა საყდრისის უძველესი ოქროს საბადო, რათა გაიფართოებინათ მოპოვება RMG Gold. საყდრისის ამბავი, აი მე კარგად არ ვიცი ეს თემა, იმიტომ რომ რამხელა ხა მე თვითონ უშუალოდ ამაში არ მიღე მონაწილეობა, ორი სხვადასხვა მოსაზრება არსებობს, ხოჭოს მეცნიერების 2014 წელს აფეთქდა. კი, არა, რო აფეთქდა, კი ვიცი, მაგრამ ის თქვათ იქ იყო თუ არა რაოდენობა იმ ოქროსი, ანუ არის რაოდენობაზე არ იყო ლაპარაკი, მან იყო ლაპარაკი სხვა რაღაცაზე, მან იყო ლაპარაკი იმაზე, რომ საუბარი არის პირამიდებზე ძველ. ხო და აი ორი ჯგუფი არის, ანუ მეცნიერებს მე მაგას ვამბობ. ხო, მაგრამ ვინ მისცა საქართველოს მთავრობას იმის უფლება, რომ დაჩქარებულ რეჟიმში, ხო, დაჩქარებულ რეჟიმში სხვა თემაა. ამას თავზე დავამატოთ კულტურის მინისტრი, უღირსეულესი კაცი და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ამ ღირსეული ეროვნული პოზიციისთვის, რომელიც მან დროზე ქონდა 2014 წელს გურამ ოდიშარია, ბატონი გურამ ოდიშარია იყო საქართველოს კულტურის მინისტრი, რომელსაც ევალებოდა რომ მოეხსნა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი და შეეჩერებინა კვლევების საყდრისზე და პირდაპირ მთავრობის ხდომაზე აი ესე ხმა ჩააგდებინა პატარა ბიჭივით ელაპარაკებოდა ირაკლი ღარიბაშვილი, რომ არ გავიგო ეხა მაგაზეო და გადადგა კაცი თანამდებობიდან, რომ მე ამას ვერ გავაკეთებ. კი ბატონო. ერთის მხრივ კულტურული მნიშვნელობის ძეგლი დავკარგეთ. და ძეგლი დავკარგეთ, ბოდიში უკაცრავად კარგით. აი სამეცნიერო სფეროშიც კი მე რა კითხო ხოლმე და გასაგები ამ ხელა ინტერესი რო არის ოქროს საბადოზე. არა, ხო და აი იქაც რო არ არის ერთი აზრი, ეს ახლა შეიძლება პოლიტიკაზე ერთი აზრი არ გქონდეს, ხო გესმით? სოციალური პროგრამა რომელი ჯობია, მაგრამ მეცნიერება ხო რაღაც ზუსტი არის შედარება. აი იქ როგორ შეიძლება ეს აზრთა სხვადასხვაობა იყოს და თან აქ ყველაზე საინტერესო არის ის რომ აქ არის ლაპარაკი რომ სხვა აზრი
გქონდათ რომ არ არის ის თქვა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ხელისუფლების მომხრებს. აქ ოპოზიციურად განწყობილი მეცნიერებიც ამბობდნენ იმავეს და ამას ანუ საკითხები ჩვენთან შესწავლილი არ არის ხოლმე ფუნდამენტურად რომ როგორ წარმოვიდგენიათ ამ ხელა ოქროს ბიზნეს შეუძლია თუ არა რაღაცა ისტორიკოსების თავის ასიკეთოთ მიმხრობა. როცა ჩვენ მაგალითად ცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, სადაც სამეცნიერო კლასის აბსოლუტური უმრავლესობა არ აქვს მშობა ხელისუფლებაში ერთი მთავრობა თუ მეორე მთავრობა პირდაპირ იმას ემსახურება. ჩვენ ახლა საუბრობდით რომ ჩვენ ცხოვრობთ სოფლიოში, sadაც ისრაელს რომ ბირთვული არ აღიქ, არავინ არ ლაპარაკობს და ამდენად მე არაფერი არ შესაბამისად ახლა როგორ წარმოგიდგენია შესაბამისად ხო და მე იმათმა აი შესაბამისად ჩვენ ცხოვრობთ სოფლიოში, სადაც ბანკებს ყველაფრის უფლება აქვს. ჩვენ ცხოვრობთ სოფლიოში, სადაც ყველაფრის სადაც აქცრეს ისე რომ აქცრეს არაფერი. მოდი ერთ რაღაცას ვთქვა, ძალიან ბევრს ვაკრიტიკებთ ევროკავშირს, ხო? მაგრამ აი ევროკავშირში არ აქვს ბანკებს ყველაფრის უფლება. მაგრამ ამისთვის ხალხმა იბრძოლეს. და ჩვენთან, მოდიშ თუ კაცად გაწყვეტინებთ, ნახეთ, ჩვენთან მიხდი, ყველა ვისაც ეს ევროკავშირის დრო შეუჭირავს რა. ამისთვის არ იბრძვის. ამაზე არ იბრძვის, მიხდი, არც მთავრობა იბრძვის, არც ეს ოპოზიცია იბრძვის და ასე. თორე საბანკო პოლიტიკის ბრწყინვალი მაგალითი არის საფრანგეთი, გერმანია, იტალია, არაჩვეულებრივ ბრწყინვალი თურქეთი, ჩინეთი, სინგაპური, ძალიან ბევრი ქვეყანა. რუსეთი არის სხვა შორის ერთ-ერთი ყველაზე ნეოლიბერალური. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ უბრალოდ სანქციები შეეხო 75% საბანკო სექტორის რუსეთში არის სახელმწიფო ბანკები. VTB ბანკიც, რომელიც საქართველოში მოღვაწეობდა სანქციებამდე, იყო სახელმწიფო ბანკი და რადგანაც არავის არ ეთაკილებოდა იმაში შესვლა და არც სერვისი იყო ცუდი და ასე შემდეგ. ჩვენ გვაჯერებენ რომ არ მინდა სახელმწიფო ბანკი. ჩვენი პრობლემა არის ის, მე ვფიქრობ, აი პრობლემა არის ის, აი სვამბე რომ აი კანონი, ერთი კანონი არ ვარგა და მეორე არის კანონები, რომლებიც ვარგა. სახელმწიფო მოდელი არ ვარგა. არა, თავიდან ბოლომდე ნეოლიბერალური. რაღაცას ვიტყვი გეხვეწები, თორე პროცესი მოვაწყობ. ეხლა როგორც ქალს ჩაგრავენ და ირას მივარდა დახმარებისთვის, რომ აქ მე მჩაგრავენ. რომ რაღაცა კანონები არის, კარგი კანონებია, მაგრამ ამბობენ რომ მკვდარი კანონია. კანონი იქნება მკვდარი თუ შენ მოქალაქე არ გააცოცხლებ მას. არც ერთი ხელისუფლება არ არის მოწადინებული, რომ იმ კანონში შენი უფლება დაიცვას. არ არსებობს ესეთი ხელისუფლება. არა, ხელისუფლება არ არის დაინტერესებული, იმიტომ რომ ხალხი გამოიყვანოს. არა, იცით რა. გეხოცები დავამთავრებ, თორე გადავირეკე. და ამიტომ ჩვენთან ყველა დონეზე არის პრობლემა მეთქი, იმიტომ რომ მე თუ მოქალაქემ ადამიანმა ის კანონი არ გავაცოცხლე, არ გამოვიყენე. ის ყოველთვის კარგიც რო იყოს, დარჩება მკვდარი და ცუც უჩემოთაც გამოიყენებენ. აი სად არის კაი კანონი? რაში? ზოგადად, აი მაგალითად მე შემიძლია ეხლა ვერ ვიხსენე, აი რაღაცის უფლების დაცვა, ხო, რაღაც საკონსტიტუციო სასამართლოს ჩივილი. აი მაგალითად პენსიონერების ეხება დრო აი ტარიფზე ვერ იჩივლეთ მაგალითად. ტარიფზე ვერ იჩივლეთ, იმიტომ რომ კი, მაგრამ არის ტარიფამდე მარტივი რაღაცეები არის უფრო. ეხლა არ მახსენდება, თორე აი მაგ შრომითზე გეტყვით მაგალითად. კი ბატონო. აი ერთ რაღაცას გეტყვით. ნახეთ მაგალითად შრომითზე არის. რომელიმე თანამშრომელმა შეიტანა სასამართლოში სარჩელი, რო არ აი რო დაარღვიეს მისი უფლება. ეხა გეტყვით ერთ რაღაცაზე. კი, შეიტანეს და აღადგინა სასამართლო, მათ შორის თეატროლოგიანის გაგდებული ხალხი. ანუ მასობრივად, აი მაგალითად, თავად მოიყვანეთ მაგალითი, როდის შეიძლება. მაგრამ ნახეთ რა პრობლემას ვაწყდები. ნახეთ მაგალითად, საქართველოში მაგალითად პროფკავშირული გაფიცვის უფლება და პროფკავშირის დაარსების უფლებას არის კანონით გარანტირებული უფლება. და მასში ხელის შეშლაც კი ისჯება 2 წლამდე პატიმრობით. მაგრამ ნახეთ რა ხდება, რეალობა არის რა, რომ მე რომ წერს არჩიბალდს, პარის თანამშრომელი იქნება ხვის თანამშრომელი არჩიბალდ პროფკავშირი როგორ გავაკეთო, იმას იქვე უნდა უთხრა, რომ შენ როგორც კი პროფკავშირს გააკეთებ, შენ პირველივე დღიდან რჩები მოშიშვლებული კომპანიის და მთავრობის წინააღმდეგ, რომელიც თავიდან ბოლომდე ხელს აფარებს კომპანიას, საერთოდ არ დაგიცავს შენ თავიდან ბოლომდე იქნება. არა, ეს თუ ბევრი იქნება. ბევრი როგორ უნდა იყოს? ბევრს ჭირდება რომ 4 ტელევიზია მაინც უნდა გქონდეს და 24 საათი ამაზე მიდიოდეს ლაპარაკი. არ ჭირდება კანონების ცოდა. სხვადასხვა აქ არასამთავრობო აი არასამთავრობო სექტორზე მე რა პრეტენზია. კი, არასამთავრობო არ იმუშავა ამაზე. ნამდვილად. ეს იყო მიმართულება, რაც ნამდვილად შექმნიდა ხა მართლა ხა ევროპა არ არის ჩემი სახლი და ჩემი სახლი საქართველოს და ვარამსახში გადასარევად ხო მე რა თქმა უნდა ხა ეს ხო და რო ამბობ კაცო იქ შინ ევროპაშიო იქ უყურე როგორ ის შენ რა თქმა
ეს ხო უნდა ის სუმაგაზე ვლაპარაკობ. შენ შეგიძლია სულ არსად არ წახვიდე დარჩე სადაც ხარ და ის მოდელი გადმოიტანო აქ და ეს იყოს ჯანსაღი მოდელი. ამაზე ერთიანად გეწინააღმდეგება ხელისუფლებას, ოპოზიციას და NGO-ს. მაგრამ რა თქმა უნდა მე პირველ რიგში ამაზე პასუხისმგებლობას ვაკისრებ ხელისუფლებას, რომელსაც პირდაპირ ვალდებულება აქვს სახელმწიფოზე და ხალხზე ზრუნვაზე და ეხლა ასე რომ ვიძახოთ უბრალოდ რომ ხელისუფლება ბუნებით არის ხალხის მტერი, მაშინ ვერ მივიღებთ კარგ სურათს ვერც ერთ მთავრობაზე. საერთოდ ბუნებით მე ცოტა სხვანაირად მე არ მინდა რომ მთავრობა ხალხის მტერი იყოს, არ უშვებ ამას. ყველა აქვს კი მე მაგ მოდელს ვერ ვიზიარებ, რომ სამხედველობრივად ვერ ვიზიარებ, რომ აი მთავრობა იზრუნებს ჩემზე რაღაც დედა იზრუნებს, მამა იზრუნებს, მეგობარი ვიღაცა იქნება კეთილი. ანუ მე ჩემ თავზე ვამბობ, მაგრამ ის რომ მე უნდა გავაკეთო რაღაც, იმიტომ რომ მე როცა ვიწყებ რაღაცის კეთებას, მე ამის მიხედვით ლაგდება ყველა. ხელისუფლება იქნება 800 ლარი გაქვს ხელფასი მაგალითად სუპერმარკეტში. შენ 800 ლარად კი არ ცხოვრობ არსებობისთვის იბრძვი და ამ არსებობისთვის ბრძოლის პირობებში შენ კიდე დამატებით უნდა წამოიწყო ბრძოლა რომ ეს შედი 800 ლარი იქნება 1600-ი გახდეს და ამისთვის უნდა დაუპირისპირდეს სახელმწიფო სამინისტროს კომპანიას ტელევიზიებს ყველას ერთად დაუპირისპირდი არაფერი არ გა მე ეს ახლა ჩემი არავის არ ვახო და ამიტომ ვამბობ რომ ჩვენ ხო არ ვითხოვთ სახელმწიფოსგან ჩვენ ხო არ ვითხოვთ სახელმწიფოსგან იმას რომ მოქალაქეებზე მე განა ვამბობ არ უნდა ბალიშები გამოუშვას ისეთი რომ თავზე ესე მეძინოს ხო მხედველობრივად მაქვს ესე დამოკიდებულება რომ რაღაცას რო ვთხოვ სხვას მე ცხოვრებაში ესე და რაღაცას რო ვთხოვ სხვას უნდა გააკეთოს მე ყოველთვის უყურებ ჩემი წილი მე რა გავაკეთე ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში მე ყოველთვის ესე უყარ ეს ჩემი აზრია მოკლედ უცებ შეება ჩემი აზრი რა არის მაგაზე მე ყველაფერს უყურებ პოლიტეკონომიური თვალსაზრისიდან პირველ რიგში საქართველოს კოდსებმა სხვათა შორის რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში კონსტიტუციაში ჩაწერეს რომ საქართველოს არის და კოდსებს კიდევ მე პირადად ქართული ოცნება ასებას და ნაცებს და ნაციონალურ მოძრაობას ნახე არა ფაქტს ვამბობ მოვიდნენ და კონსტიტუციაში ჩაწერეს რომ საქართველოს არის სოციალური სახელმწიფო ხო ჩაწერეს ეს შესაბამისად ხო სოციალური სახელმწიფოს მე განა ვამბობ არჩიბალდო არ უნდა მოთხოვოთ ახლა მეწოდეთ როცა სუვერენიტეტზე მელაპარაკებიან და ამ ტარიფებში ამ ბანკის პროცენტებში და ასე შემდეგ ეს მე ხა რაც მოყევი მაგალითად უკაცრავად დავასრულებთ ხო ელექტროენერგიის ტარიფზე რაც მოყევი ეს ეხა ჩემი მოსაყოლი უნდა იყოს ხალხისთვის მთავრობა უნდა იყოს მაგრამ მთავრობა შეკრულია ამ თელასთან ამ ენერგოპროსთან თელისად მთავრობას აწყობს ერთადერთი რომ ეს თემა დაატრიალოს იმისთვის რომ გააცოცხლოს ნამახვანჰესის პროექტი რომელზეც მოგატყუებს თავიდან რომ არა ეხა ამას იმიტომ ვაშენებ რომ სახელმწიფო საკუთრებაში უნდა იყოს და როგორც ის მაგალითად ქარის სადგურები გორთან მე ეგრევე პრივატიზაცია გაუკეთეს ჩვენი ბიუჯეტიდან გაყიდულ აშენებულ იმას რა ქვია სადგურებს ზუსტად იგი რომც ვერ ააშენებენ და დიდი ხალხის წინააღმდეგობა ექნება ამას მაგრამ რომც ააშენონ ის ნამახვანჰესი სახელმწიფო საკუთრებაში იმასაც მესამე დღეს გაყიდიან მაინც ანუ ბიუჯეტის ფულით აშენებენ რომ როგორც ტარიფის შემთხვევაში ხდება ხო მომხმარებელი იხდის ენერგოპროს და თელასის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება მარტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება კი არ არის კაპიტალის ზრდა არის ამ კომპანიის ხვალ და ზეგ ჩემი და შენი გაზრდილი მხუთი თეთრით თელასმა და ენერგოპრომ საკუთარი თავის გაყიდვა რომ მოინდომოს უფრო ძვირად გაყიდის საკუთარ კაპიტალსაც იზრდის ამით და მე უბრალოდ მინდა რომ იყოს სახელმწიფო რომელთანაც ეს ელემენტარულები საბრძოლელი არ აქვს მეც მინდა მაგრამ მე მაშინ დახვდებით ორი აზრი არ არის მაგუბოდ მე მაქვს ესეთი დამოკიდებულება საქართველოს უნდა გავინცრეთ ხო მე მაქვს ასეთი დამოკიდებულება ჯერ მე ჩემ თავს ვთხოვ ხომ და ეს მაქვს ყველას მიმართ რა თქმა უნდა პირად ურთიერთობებში და სახელმწიფოსთან ურთიერთობებში და აი ეს რახან უნდა გავინცრეთო თქვით მაინც ახლო აღმოსავლეთში ეს რითი შეიძლება დამთავრდეს ის ურთიერთგანადგურების აქ კომპრომისი აი როგორ ხედავთ კომპრომისი შეიძლება იყოს მოძებნილი ძალიან ბევრი სხვა შორის ვერსია არსებობს რომ საერთოდ რა არის ამერიკის ინტერესი რა არის ისრაელის ინტერესი და ხო არ გაიყოფა ეს ორი ინტერესი ირანთან მიმართებით იმიტომ რომ ისრაელის შემთხვევაში მართლა ტოტალურ განადგურებაზე არის ლაპარაკი და ამერიკაში დღითი დღე მძლავრობს პოზიციები იცით რომ კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსი გადადგა თანამდებობიდან რომელიც აცხადებს რომ აი ატომურს რო დაუბრუნდეთ რა ხა თქვენ რო თქვით რომ იქ კონსტიტუციაში აწერა ამერიკის კონტრდაზვერვის აწუყვე ყოფილი დირექტორი იძახის რომ ანუ იმაზე ხო არ არის ლაპარაკი
არასდროს თავში აზრად არ მოსულია ირანს ატომური იარაღის გაკეთება, ეს იყო უბრალოდ სავაჭრო თემაო. ეს იყო უბრალოდ სავაჭრო თემა. მაგათაც ამას არ ამბობს. ხო, ანუ ეს ხო ხარ არის რომ ირანის კონსტიტუცია შეეწყვეტა პირდაპირ ეს იძახის, ხო? აი თუ მოხერხდა ისე რომ ისრაელი და ამერიკის ინტერესები გაიყო ამ შემთხვევაში, ხო? ისრაელი თუ ირანის მარტივად რო თქვა, ირანის მთავრობა თუ გადარჩა და ირანის სახელმწიფო თუ გადარჩა, აი წინვალე თქვა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა წინვალედ შეაფასა, რომ დანგრეული იცით რომ უნივერსიტეტებს და სწორედ ამ ტექნოლოგიურ ცენტრებს და იმერს ბომბავს ჯოჯოხეთი არის. ხო, რომ დანგრეული სკოლები, საავადმყოფოები, სამეცნიერო ინსტიტუტები აღდგებაო, მაგრამ ის რაც ვერასდროს ვერ აღდგება, ეს არის ამერიკის შელახული ავტორიტეტიო. და თუ ეს მართლა ასე დასრულდა, მაშინ პირველ რიგში სპარსეთის ყურის ქვეყნებს მოუწევთ ახალი რეალობისთვის თვალის გასწორება და იცით რომ ირანის მოთხოვნა არის რომ ამერიკულმა სამხედრო ბაზებმა უნდა დატოვოს რეგიონი და საერთოდ სხვანაირად დაალაგდეს ბუნებრივად დაალაგდეს რეგიონში ძალთა ბალანსი, იმიტომ რომ როცა არაბულ ქვეყნებსა და ირანს შორის რომელთაც ერთმანეთთან რელიგიური, პოლიტიკური რაღაც სხვადასხვა ტიპის ქიშბობა აქვს დღემდე, თუმცა დღეს საერთოდ სხვა რეალობაა და ბოლო წლებშიც და უბრალოდ საუკუნეების განმავლობაში ვაპარაკობ, ამ ურთიერთობაში მესამე ძალად რო შემოყავს ამერიკა არის გარანტირებული ქაოსი და ამის ეგონათ ყურის ქვეყნებს, ემირატებს, საუდის არაბეთს, რომ ამ ქაოსისგან დიდხანს იქნებოდნენ დაცული. მაგრამ დრომ და მოვლენება აჩვენა რომ არა. შესაბამისად, ყველას მოუწევს თავის თვალი გაუსწოროს ამ რეალობას. მე იმედს გამოვთქვა, ვერაფერს ვერ ვიტყვი, ყველაფრის მკადრებელი არის ისრაელიც და ამერიკაც ჩემ თვალში, ანუ პირდაპირ ოფიციალურად ღია გენოციდებს ატარებენ ხალხების, ერების, ქვეყნების, ამ ხალხისგან ყველაფერი არის საერთოდ მოსალოდნელი. მე იმედს გამოვთქვა, რომ ირანის სახელმწიფო გადაურჩება ოკუპაციის ამ ცდელობას და გადარჩენის შემდეგ, მათ შორის შიგნითაც ძალიან ბევრი სხვადასხვა ტიპის დემოკრატიული რეფორმებიც განხორციელდა, იმიტომ რომ დროსთან ერთად სულ პროგრესი აქვს რა მაგაში რა ირანს, რა სულ პროგრესი აქვს. შიდა პოლიტიკაშიც ბევრი რეფორმა განხორციელდება და რაც მთავარია რეგიონში შედგება ისეთი ძალთა ბალანსი, რომელიც ბუნებრივად გამოხატავს რეგიონის ყველა წევრი ქვეყნის ინტერესებს. ისრაელს რაც შეეხება, ელოდებიან მის პრემიერსა და თავდაცვის მინისტრს ჰააგის სასამართლოში როგორც მინიმუმ. თავად დასავლეთის ამერიკის მიერვე დაარსებულ სასამართლოში არიან ბრალდებულები კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულებების თვის და ეს სახელმწიფო ნუ მელაპარაკება მე ადამიანის უფლებებზე და რაღაც სისულელებზე. და აქ ჩემი აზრით კიდევ არის კი ხა ფინალამდე ალბათ შორია და ჩვენ არ ვიცით როგორ იქნება ფინალი, მაგრამ თუ ის იყო იმთავითე მოსაზრება, რომ პასიურობა იმ არაბული ქვეყნების სუნიტური, მუსლიმური, მაგრამ სუნიტური ქვეყნების ირანის მიერ მათ ტერიტორიაზე არსებული ამერიკული სამხედრო ბაზების და ინფრასტრუქტურის დაბომბვაზე იქ იმითაც იყო განპირობებული, რომ ფაქტობრივად ირანი იბრძვისო ამერიკული სამხედრო ყოფნის წინააღმდეგ ახლო აღმოსავლეთში, მაგრამ აქ არის კიდე ერთი პრობლემა, რომ ძალიან თუ გაძლიერდა ირანი და თუ ისე დამთავრდა, როგორც თქვა თქვენ თვლით, ამას შეიძლება ესეც არის საფრთხე ჩვენთვის. ჩვენთვის რა არის? აი თუნდაც იმიტომ რომ მას აქვს გავლენების ის ვთქვათ, აი მშვენიერი ისეთი ცივილიზებული კაცი იყო რაისი, ხო? პრეზიდენტი ასე ვთქვათ, რომელიც დაიღუპა ალბათ ტერორისტული აქტის შედეგად, ვთქვათ, მის მიერაც იყო ნათქვამი, რომ ეს საქართველოს მათი გავლენის სფერო იყო და მათი ყოფილი ტერიტორია და ასე შემდეგ. თქვენ ვერ ხედავთ ამ საფრთხეს? გავლენის სფერო არ უთქვამს ეს ტიპი. ტერიტორია თქვა მე მგონი. კი, მე რაღაც ისე მახსოვს. ჩვენთვის მაგალითად პრობლემა არის ის რომ ირანი არის სანქციებში. იმიტომ რომ არ ვიქნებოდით ცალსახად ჩამოკიდებული. არა, ეს პრობლემა, მე არ მინდა რომ ირანი იყოს სანქციაში. მე ვამბობ უპირობო გამარჯვების შემთხვევაში კიდევ უპირობო გამარჯვება ჯერ ეგეთ რაღაცა როგორ უნდა გაიმარჯვა უპირობოდ ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ. ისე თუ მოხდა როგორც რუსეთი, ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეის ალიანსიც რო შეკრა, ისიც ვერასდროს ვერ გაიმარჯვებს უპირობოდ. არა, იმას ამერიკის შეერთებული საუბარი არის იმაზე ირანი რასაც იძახის რომ მე არა ვარ დაინტერესებული ცეცხლის შეწყვეტით. მე ვარ დაინტერესებული იმითი რომ ერთხელ და სამუდამოდ ირანმა მიიღოს უსაფრთხოების გარანტიები. იმიტომ რომ საკითხის ესე დაყენება რომ ირანი წარმოადგენს ვინმესთვის საფრთხეს არის არასწორი. ირანი
თავად არის საფრთხის ქვეშ რევოლუციის პირველივე დღიდან და მთელი მისი სამხედრო გაძლიერება ემსახურება სწორედ ამ თავდაცვის მოგერიებს. რა თქმა უნდა, ამას ემატება ისრაელზე წინააღმდეგობა, რომელიც კიდევ ერთხელ ვამბობ, აქვს ირანს უფლება კონდეს წინააღმდეგობრივი პოლიტიკა ისრაელის ოკუპაციურ რეჟიმთან. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. პირიქით, თქვენ და მაპატეთ რომ გაწყვეტილებით რაღაც მომენტში. არა, უშავს, ძალიან დიდი მადლობა მაყურებელსა და მსმენელს. მე გემშვიდობებით, მომავალ კვირას აღდგომა და ამიტომ გადაცემა არ იქნება და შევხვდებით ერთმანეთს ხუთ შაბათს მომავალ შეხვედრამდე. პოლიტიკა